ჩვენ ვართ უკვე პირდაპირ ომში ჩართულები. რეგენტის პერდიკას დაპირისპირება დიდ ოთხეულთან შენ ამ გამარჯვებით მოიპოვე მაკედონელების პატივისცემაც და სიძულვილიც. პერდიკას ყველაზე მეტად ეშინოდა კრატეროსს. ემენე კარდიერმა ამხელა საჩუქარი გაუკეთა რეგენტს. მეფის გვამი გაიტაცა კაცო. გაზე დაგვხვდა და მოკპარა გვამი და წაიღო ეგვიპტეში. ყველას უნდა ალექსანდრეობა. კი გაატყავეს ეგვიპტე, მაგრამ ალექსანდრია გაადიდა და თავარია 8000 ტალანტი აქვს უკვე მოგროვებული. სტალინის ცნობილი ფორმულა. არის ადამიანი, არის პრობლემა. არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა. წინა პლანზე გამოჩნდა ქალი. ვინ არის ეს ქალი? ამ აუდატასგან ფილიპეს გაუჩნდა გოგო სახელად კინანა. ეს არის კინანა. ალექსანდრეს ნახევარდა. ეს კინანა აუდატამ გაზარდა მეომრად. და ისეთი მაგარი გოგოა ეს კინანა, რომ მამამის დაყვებას ალაშქროთ, კაცო. ხალხო რანაირ ეპოქაში ვართ, ხო? კინანა მამამისის გვერდზე იბძვის და დედის ნათესავების წინააღმდეგ. დედის ნათესავების წინააღმდეგ და იმათ დედოფალს კარიას მოკლავს ბრძოლაში. ეს კინანა ხო ამორძალია. ძველი ილირიული წესით ზდის ამ თავის ქალიშვილს ადეაზე, იმანაც ბრძოლა იცის, იარაღს ხმარობს. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola. დროების YouTube არხზე გრძელდება გადაცემათა ციკლი მოგზაურობა წარსულში, რომელსაც უძღვება ისტორიკოსი გუბა სანიკიძე, მე და ბატონი გუბაზი. ერთად მოგესალმებით, ამასთან მადლობას გწირავთ გულშემატკივრობისთვის, გამოხმაურებისთვის, მხარდაჭერისთვის და გადაცემათა ამ ციკლის აღნიშნულ მონაკვეთში ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ალექსანდრე მაკედონელის მემკვიდრეობაზე და ზოგადად იმ ბედზე, რომელიც ეწვია მის იმპერია, შეიძლება ასე ვთქვა, დიადოხოსების ეპოქაზე ვართ ახლა ამ ეტაპზე. წინა ჩვენი საუბარი სავსე იყო ბევრი დრამატული მოვლენით, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სავსე იყო დიდი მოძრაობებით, ჯარების დიდი გადაადგილება, სარდლების ძალიან უცნაური და ზოგიერთ შემთხვევაში მოულოდნელი კოალიციები და შეჯახებების ასევე მოულოდნელი შედეგები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ მაგალითად კრატეროსის დაღუპვით და დამარცხებით ამ შემთხვევაში და მეორე მხრივ პერდიკა მიემართება ეგვიპტის დასასჯელად. ეგვიპტის დასასჯელად, პტოლემეუსის დასასჯელად. ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ჩვენი საუბარი ზამხრივ იქნება გამორჩეულად საინტერესო და დაძაბული. სანამ ბატონი გუბაზი შეუდგება თხრობას, მანამდე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ მოიწონოთ და გააზიაროთ ჩვენი გადაცემები, ხოლო მათ, რომლებიც ახლახან შემოგვიერთდნენ და ჯერ არ აქვთ მოწონებული დროების YouTube არხი, მოიწონოთ, ეს ძალიან დაგვეხმარება კიდევ უფრო ფართო აუდიტორიაზე ჩვენი კონტენტის წვდომისთვის. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად მოგზაურობთ წარსულში, ისტორიას ერთად ვეცნობით, ბევრ ამას ვიახლებთ, ბევრ ახალს ვიღებთ საერთოდ და ეს არის სწორედ გუბაზის დამსახურება. გუბაზ, განვაგრძოთ. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დიდი პატივისცემით და პრინციპში პირდაპირ გადავალ ჩვენს მოგზაურობაზე წარსულში. ჩვენ ვართ უკვე პირდაპირ ომში ჩართულები ლამის, როცა დაიწყო დიადოხოსების პირველი ომი. მოკლედ გაგახსენებთ თუ რამ გამოიწვია ეს ომი, ეს არის რეგენტის, მეფეების რეგენტის პერდიკას დაპირისპირება დიდ ოთხეულთან. კერძოდ ეს არის ორი ფრონტი ჰქონდა პერდიკას, ერთი ეგვიპტე, ანუ პტოლემაიოსი, მაგრამ პტოლემე ჯობია ალბათ უფრო. პტოლემესთან დაპირისპირება, მეორე დაპირისპირება დიდ სამეულთან, ეს არის ანტიგონე, კრატეროსი და ანტიპატრე. და ჩვენ მერე გავიარეთ, რომ მოკავშირეები გადმოვიდნენ, მცირე აზიაში ორად გაიყვნენ, უпроსტად სამად, ანტიგონემ დაიკავა ფლოტით კვიპროსი, ანტიპატრე მოდის კილიკიისკენ, ხოლო კრატეროსი შეხვდა ევმენეს და იქ მოხდა აბსოლუტურად გაუთვალისწინებელი, არავინ არ ელოდებოდა კრატეროსი, ეს დიდი სარდალი, დიადი სარდალი,
დაიღუპა ამ ომში. ამ ბრძოლაში ევმენეს წინააღმდეგ იქ მოხდა ასეთი ამბავი, რომ ერთ-ერთმა თრაკიელმა მას ხმალი ჩასცა ფერდში, კრატეროსი ცხენდა გადმოვარდა. მე როგორც არის ერთი ცნობა არის, რომ თავისმა კავალერიამაც გადაუარა კიდევაც მის ჩამოვარდნილ სხეულს, ის უკვე ძიმედ დაჭრილი ბრძოლა როცა ევმენემ მოიგო, ორთა ბრძოლაში ევმენემ მოკლა ნეოპტოლემე, სომხეთის სატრაპი და მერე კრატეროსი ჩააკვდა მას ხელში ევმენეს, სხვათაშორის ევმენე, რომელიც ბერძენი იყო წარმოშობით, ყველაზე დიდი მეგობრობა მას ჰქონდა კრატეროსთან და გახსოვთ ალბათ კრატეროსმა სიკვდილის წინ ევმენეს უთხრა, რომ შენ ამ გამარჯვებით მოიპოვე მაკედონელების პატივისცემაც და სიძულვილიც. და ევმენემ დიდი პატივით დაკრძალა კრატეროსი. ახლა კრატეროსი მართლაც რომ გამორჩეული ფიგურა იყო, ოღონდ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ასეთი დიდი სარდალი, დიდი მეომარი, მაგრამ დიდად უიღბლო. იმიტომ რომ ძალიან ხშირად ისტორიაში რაღაცა განვითარებებს იღბალი სჭირდება. კრატეროსი იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაახლოებული მეგობარი და თანამებრძოლი ალექსანდრე მაკედონელის. ახლა ალექსანდრესთან ყველაზე ახლოს იყო ჰეფესტიონი და კრატეროსი. სხვათაშორის ერთმანეთი არ უყვარდათ ჰეფესტიონს და კრატეროსს და თვითონ ალექსანდრეც ამბობდა ამას, რომ ჰეფესტიონს ჩემში ალექსანდრე უყვარსო და კრატეროსს მეფე უყვარს. კრატეროსი იყო ტიპიური სალდაფონი, ჯარისკაცი იყო. და სხვათაშორის საკმაოდ კრიტიკული იყო ალექსანდრეს მიმართ და ძალიან ხშირად მის გადაწყვეტილებებს პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა და ალექსანდრეს პირდაპირ ეუბნებოდა. ხშირად ეჩხუბებოდა კიდევაც მეფეს და ვიღაცები უკან საყივარად ალექსანდრეს ეუბნებოდნენ, რომ აი კრატეროსი არ გემორჩილება, არ გეთანხმება, სახიფათო ხო არ არის და ალექსანდრე ამბობდა, რომ კაცი რომელიც პირში გეუბნება სიმართლეს, ის არასდროს არ გეღალატებს და კრატეროსი მართლაც ასეთი იყო. ერთხელ ინდოეთში იჩხუბეს კიდევაც ჰეფესტიონმა და კრატეროსმა ერთმანეთზე გაიწიეს מחვილებით გიორგი და ალექსანდრემ ძლივს გააშორა, შვაში ჩადგა მეფე. მაგრამ როგორ მოიქცანა, აი მივხვდებით როგორ დამოკიდებულება ჰქონდა ალექსანდრეს. ახლა ჰეფესტიონი ძალიან უყვარდა. და იქ შეკრებილების ამალის თვალწინ ღიად გაამათრახა სიტყვიერად ჰეფესტიონი. როგორ გაბედეს, მაგრამ კრატეროსს საყვედური იქ არ უთხრა. კარავში მერე ცალკე უთხრა საყვედური. ანუ როგორი რიდი ჰქონდა კრატეროსის. მის ავტორიტეტსაც და მის პატივსცემდა და უთხრა. ხვის დასანახად მან კრატეროსს საყვედურები არ უთხრა. მე ჩვენი ვერსია, რომელშიც დარწმუნებული ვარ მე, რომ კრატისტა სიტყვა, ხო, კრატისტოს ნიშნავს საუკეთესოს, უძლიერეს. აი იქნებ კრატეროსი თქვა და მე გადაასხვაფერეს იქ შეკრებილები. ხო, ვითომ სხვა მე დარწმუნებული ვარ, რომ კრატეროსი თქვა ალექსანდრე. ამას ვერც დავამტკიცებ, ვერც ვერ დავამტკიცეს, მაგრამ გაურკვევლად როცა კრატისტოს თუ კრატეროსს ამოხრიალების დროს კრატეროსი თქვა ალბათ. ამათმა ჩათვალა არა კაც უძლიერეს ალექსანდრე არ იყო ასეთი უპასუხისმგებლო ადამიანი. ეს იყო მოწოდება დაერიეთ ერთმანეთს. ამას არ იზამდა ეს. ის სიკვდილის წინაც კი, როცა უკვე სიკვდილის საუფლოში გადადიოდა, ის თავის პროექტის წარმატებაზე ფიქრობდა და პროექტი რო გააგრძელებულიყო, მას ღირსეული გამგრძელებელი ჭირდებოდა. ამ შეკრებილებში ყველაზე ღირს ერთი თავით მაღლა იდგა კრატეროსს, მაგრამ აი მისი უიღბლობა
უიღბლობა პირველი იყო იმაში იყო რომ არ იყო იქ. ხო, ალექსანდრე დაიღობა ისე რომ ის იქ არ იყო და მეორე კიდე რაც უკვე შემთხვევა ბრძოლის ველზე, სადაც კანცელარიის უფროსთან ასე ვთქვათ, ხო? მდივანთან თავის საუკეთესო მეგობართან. ძალიან გონიერი კაცი იყო, მაგრამ ეხა სარდლის გამოცდილებისა და უნარების მქონე ობით კრატეროს ნამდვილად ვერ გაეჯიბრებოდა. ეს არის შემთხვევითობა, რომ ახლა ევმენთან, მდივანთან წააგო საუკეთესო სარდალმა. ინდოეთის გმირმა, ალექსანდრეს მერე მეორემ. ხო, მე რომ მკითხოთ პარმენიონზე უფრო მაგარსა, პარმენიონი იყო კარგი ლოჯისტიკა იცოდა პარმენიონი. პარმენიონის დროს ჯარი იყო სულ გამძღარი, დაბანელი, დავარცხნილი და შეიარაღებული. ახლა პარმენიონმა, მაგრათიომა, ისოშიციომა გავგამელაში ცოტა გაუჭირდა პარმენიონს, მაგრამ ახლა კრატეროსი იყო, რა ვიცი, როგორც სარდალი და სამხედრო მოღვაწე კრატეროსი უფრო დიდი იყო ვიდრე პარმენიონი. ანუ ასე მოხდა, ახლა კრატეროსი ერთ-ერთი მთავარი საკვანძო ფიგურა დაიღუპა ევმენთან ბრძოლაში და რაც თავარია მაკედონელები აზიელებთან შეტაკებაში დამარცხა, ალექსანდრის გაწვრთნილ ჯართან დამარცხა. ხდება ისტორიაში ასეთი ამბები, როცა ძლიერი მარცხდება სუსტისგან. ახლა ამან ძალიან გაართულა ოთხეულის პოზიცია. ხო, კრატეროსი საკვანძო იყო ამ ოთხეულში. რატომ? იმიტომ რომ კრატეროს ყველაზე დიდი ავტორიტეტი ჰქონდა არმიაში, სამეფო არმიაში. აი იმ არმიაში, რომელსაც პერდიკა აკონტროლებდა. პერდიკას ყველაზე მეტად ეშინოდა კრატეროსს, რა თქმა უნდა. მაგრამ ნუ ახლა ევმენე კარდიელმა ამხელა საჩუქარი გაუკეთა რეგენტს, პერდიკას. ბერძენმა, რომელიც ზრუნდათ ყველას გარდა კრატეროსის. არის ხო როგორი სისხლიანი და სევდანარევი ირონია ამაში. თავისმა მეგობარმა მოკლა და როცა უყდებოდა მის ხელში წევლი და ევმენე ნეოპტოლემეს, რომელიც მანამდე თვითონ მოკლა ბრძოლაში. რომ აი ევმენეს ბრალია, ევმენემ ჩაშალა ის მოლაპარაკე. უკაცრავად ნეოპტოლემემ ჩაშალა ის მოლაპარაკება, რომელიც თითქმის შემდგარი იყო, როცა ევმენეს თავაზობდა ანტიპატრეს და კრატეროს, რომ მოგარიგებთ პერდიკასთან. ეს მართლა რო გამოსულიყო, აი მსხვერპლი იქნებოდა ანტიგონე ცალთვალა. ანჩერი ყველაფერი დალაგებული იქნებოდა, ხო, მაგრამ ნუ ახლა ეოპტოლემე ჩამოვიდა, ამათ უთხრა, რომ ევმენე ვერ მოგვიგებს, ჯარი მცირე ყავს, მაკედონურ ნაწილებში არ აქვს გავლენა, აი მაკედონელები მის ჯარში რო გაიგებენ, რომ კრატეროსი მოდის, ყველა ჩვენსკენ გადმოვა, ამბობ და ჩაშალა და თვითონ კი ემსხვერპლა ევმენე მოკლა ორთაბრძოლაში ნეოპტოლემე, მაგრამ კრატეროსი შეეწირა ერთი სიტყვით ამ ამბავს. ანუ ერთი დიდი ფიგურა გამოვაკელით. მანამდე კიდე მეორე დიდი ფიგურა. არა ამ მასშტაბის, მაგრამ საკმაოდ გავლენილი ლეონატე დაიღუპა ბერძნებთან ბრძოლაში, გახსოვთ ხო? ანტიფილეს მეთაურობით, ხო, როცა ბერძნებს გადაეყარა ლამიის ომის დროს ბერძნებმა ალყა მოხსნეს, ამავე ლეონატე დაამარცხეს, მაგრამ დაიღუპა იქ. ანუ -2 უკვე. სარდლებიდან. დიადოხოსები და ვითარება არის, რომ ევმენემ ამ გამარჯვებით დაიკავა ეს მთელი მცირე აზია. პრობლემა აქვს ანტიპატრეს, როცა გადმოვიდნენ ჰელესპონტზე კრატეროსი და ანტიპატრე, კრატეროსი ევმენეს წინააღმდეგ წავიდა და ანტიპატრე წამოვიდა კილიკიისკენ, რათა პერდიკა, რომელიც ეგვიპტეში მიდის, ზურგში უნდა მოექცეს. მაგრამ ამ კრატეროსის დაღუპვის მერე ანტიპატრე გაიჭედა. უგან დასახევი გზა არ აქვს. აი რადიკალურად შემოტრიალდა პერდიკას სასარგებლოდ მდგომარეობა. რეგენტის. ანუ ერთ ფრონტზე გაიმარჯვა რეგენტმა ევმენეს დამსახურებით და ახლა თვითონ მიდის პტოლემეს დასასჯელად ეგვიპტეში. ეგვიპტეში და
უკვე პერდიკა გახსოვთ ჯერ კაბადოკია რო დააპყრობია ევმენეს. აი აქ არის დაახლოებით პერდიკა სამეფო ჯარით და ამოვიდა მოდის ეგვიპტისკენ. მანამდე საბჭო მოაწყო. სადაც ჯართან უნდა გაიტანოს თემა, რატო უნდა დავსაჯოთ პტოლემე. ბუნებრივია. ჯარი ასე არ გამოყვება, რაშია დავნაშავე პტოლემე პოპულარულია ჯარისკაცებს უყვართ. პერდიკას ბრალდება პტოლემეს მიმართ არის ორპუნქტიანი. ერთი პუნქტი არის ის, რომ მეფის გვამი გაიტაცა, კაცო. ალექსანდრე უნდა გადაგვესვენებია ეგეში და გზაზე დაგვხვდა და მოკპარა გვამი და წაიღო ეგვიპტეში. არა ალექსანდრე თავის მეგობრებს ყოველთვის ცოცხალი იყო. ალბათ საუბარშიც ყოველთვის იქნება მე რომ მოკვდები სივაში დამასაფლავეთ ამონის და ყველას ახსოვს რომ ამონის ტაძარში ეგვიპტეში უნდა და მას დასაფლავე არ უნდა და ეგეში დასაფლავე. ეს ყველას ახსოვს, მაგრამ ეს წერილობით სახე არ ქონდა ამას. მაგრამ ყველა მიცის, რომ ალექსანდრეს უნდა და ეგვიპტეში დაკრძალვა, მაგრამ მერე რომ მოკვდა ხო პერდიკამ ძველი მაკედონური წესი დაიცვა და გვამი უნდა წაიღო ეგეში და ჯარით უნდა შეყოლოდა ევროპაში. გასვენებაში ჯარი უნდა იყოს. და ეს საბაბს აძლევდა რომ ანტიგონეს დასჯილიყო და რამე რო იყოს ანტიპატრეს დასჯასახა არ გეგმავდა, მაგრამ თოკვას გეგმავდა. ახლა მაგრამ პტოლემემ ჩაუშალა ეს გეგმები. პტოლემემ ჩაუშალა და თა როგორ იყო, იცი, როცა ეს კაბადოკიაში იყო პერდიკა გასვენების ან პროცესის გაცილება დავალებული ქონდა არიდეოს, ეს ფილიპე არიდეოსი არ გეგმავთ, ერთ-ერთი სარდალი იყო არიდეოს დაევალა, მაგრამ არის დიდი ეჭვი, რომ ამ არიდეოს ქონდა ურთიერთობა პტოლემესთან. და პტოლემემ იცოდა ზუსტად როგორი მარშრუტით წაიღებდნენ მეფის ცხედარს და სად უნდა დახვედროდა. ხო და სირიაში დახვდა ჯარით და წაართვა ცხედარი მეფის და წაიღო ეგვიპტეში, ჯერ მემფისში დაკრძალა და მერე ალექსანდრიაში, ახლა სივაში მას არ დაუგზავნა. მეფის სხეული არის ლეგიტიმაცია, სადაც არის მეფის სხეული, საძვალე ისაა მაგარი. ის სხვა ჯობია. ხო და ახლა სამდე გავაგრძელებთ ამას, ახლა პტოლემე როგორი მართველია ეგვიპტეში, ახლა ეს ძალიან სწრაფად ხდება ეს ამბები, ხო უკვე. პტოლემე როცა დაინიშნა ეგვიპტის პირველი გადანაწილების დროს, როცა პერდიკა გახდა რა ქვია, რეგენტი და მერე მელიაგრე მოაკვლევია, გვახსოვს პირველი გადანაწილება, ეს პირველი გადანაწილება როგორ გაიყო მაშინ. მერე გადავალთ სხვა რუკაშს. ეს რუკა ჩვენ პერიოდულად შეგვეცვლება ძვირფასო მეგობრებო. მაშინ პტოლემემ თხოვა პერდიკას მომეცი ეგვიპტე და ადვილად მიცეს, იმიტომ ეგვიპტე არ არის ცენტრალური დიდარია, ძლიერია, ეკონომიკა მაგარი აქვს, მაგრამ ახლა მომავალ დაპირისპირებაში, სადაც მნიშვნელობა აქვს კომუნიკაციებს, გზებს და ცენტრალურ სატრაპიებს, ახლა ეგვიპტე ნახეთ სად არის ხალხი. ახლა აქედან ამაზე როგორ უნდა იქონია. ხო, პტოლემემ გამოიღო ეგვიპტე, მაგრამ პტოლემე არის ერთადერთი გამონაკლისი ამ დიადოხოსებში, რომელსაც არასდროს არ ქონია და არ ექნება პრეტენზია ალექსანდრეს მემკვიდრეობის ხელში ჩაგდების. დანარჩენს ყველას უნდა ალექსანდრეობა. და პტოლემე ეგვიპტეს მართავს არა როგორც სატრაპი და არა როგორც პერიფერიას იმპერიის, არამედ როგორც ცალკე სამეფოს. სამეფოს აკეთებს უკვე. როცა პტოლემე ჩავიდა, აქ სატრაპად ზის კლეომენე. ისა ბერძენი ალექსანდრემ დატოვა, რომელსაც დაევალა ხარკის აკრეფა, ახლა ბუნებრივი არის ხო და ასევე ალექსანდრიის გამშვენიერება და ეს კლეომენე გამოირჩევა პრინციპულობით, პატიოსნებით, მაგრამ
ახლა ხარკის აკრეფა ნიშნავს ხალხის უკმაყოფილებას. გასაგებია ხო? ატყავებს ამ ეგვიპტელებს რა. პირველი გადანაწილების დროს, როცა პტოლემეს მიეცა ეგვიპტე, ხო? პერდიკამ და ევმენემ ეს დატოვეს ჰიპარქოსად, ანუ პტოლემეს მოადგილეთ ეს კლეომენე უნდა დარჩეს. ანუ კი, შენი არის სატრაპია, მაგრამ ეს გაგაკონტროლებს. ესა მაგარი ფინანსისტი, მაგარი ადმინისტრატორი არის. კი გაატყავეს ეგვიპტე, მაგრამ ალექსანდრია გაამშვენიერა, გაადიდა და რაც თავარია 8000 ტალანტი აქვს უკვე მოგროვებული. ხაზინა არის ეგვიპტეში არის 8000 ტალანტი არის ელვარებს რა. დიდი ფული აქვს უკვე თავმოყრილი. ახლა ეგვიპტე რატო იყო ადვილად სამართავ? იმიტომ რომ 1000 წლეულები მას უკვე ქონდა ეს სახელმწიფო სტრუქტურა, ფარაონები და მოყოლებული. ბიუროკრატია არსებობს. ხალხი როგორც წესი ეგვიპტელები შრომელი ხალხი, მაგრამ მორჩილი ხალხი. თუმცა რამოდენიმეჯერ დიდი აჯანყება მოუწყეს სპარსელებს, მაგრამ მე გაატყდნენ და სპარსელებმა ეგვიპტის დასაშოშმინებლად სამხედრო ელიტა ამოწყვიტეს და ადვილად სამართავ. ხოლო ალექსანდრე მით უმეტეს განმანთავისუფლებლად ჩათვალეს. ხოლო ახლა ეს პტოლემე რომ ჩამოვიდა ეგვიპტეში, ახლა კლეომენესთან პრობლემა აქვს. ეს კლეომენე პერდიკას კაცია და რეალური ხელისუფლება მას აქვს. ახლა ბევრი ისტორიკოსი წერს, რომ პტოლემეს ეს სისხლიანობა და სისასტიკე პტოლემეს თვისება არ იყო, აი ორი გამონაკლისია ამ დიადოხოსებში, ვინც თავის ხალხებს ვინც შეხვდათ, პატივს სცემდნენ და იმ ხალხებს უყვარდათ. ეს იყო პტოლემე და ეს იყო მერე იქნება სელევკოსი. დანარჩენი ეს სატრაპები, ვინც გადაინაცვლა, ხალხებს არ უყვართ ისინი, რომ ატყავებენ იმ ქვეყნებს. იქცევიან როგორც დამპყრობლები, მაკედონელი ნაციონალისტები. თუმცა მერე პტოლემესა და სელევკოს შორის დიდი სხვაობა არის მართვაში. ახლა პტოლემე ეგვიპტეს კი მართავს სამართლიანად, მაგრამ ეგვიპტელები არ დააწინაურა. მაკედონელები და ბერძნები მართავენ. დინასტიურ ქორწინებაშიც არ შედის ეგვიპტელებთან. თვითონ ამ პტოლემე ლაგიდების გვარში არის ქორწინება, მათ გადაიღეს ძველი ეგვიპტური წესი და ინცესტური ქორწინებები ჰქონდათ თავის დებზე, ქალიშვილებზე და ეგვიპტეში ასე იყო წესი. აი სელევკოს სხვანაირად მართავს, ის აზიელებს აწინაურებს. და მეცაც გეტყვით, ერთ საინტერესო ამბავს გეტყვით. სუზის ქორწილი ხო გახსოვთ? 10,000 წყვილი. 10,000 ევროპელი სიძე და 10,000 ევროპელი ძალი. ეს თავის ეტერებს ხო დააქორწინა. ალექსანდრე რომ მოკვდა, ყველამ გაყარა ის ცოლი. ერთადერთმა დაიტოვა მარტო ცოლი. უпроსოდ ორმა. ევმენემ დაიტოვა არტონი და იმის რა ქვია, არტაბაზის უმცროსი ქალიშვილი და სელევკოსმა დაიტოვა აპამა. აი გახსოვთ სპიტამენი აჯანყებული იმის სოგდიანის და ბაქტრიის ბელადი თავი რომ მოკვეთეს კვითებმა და იმის ქალიშვილი რომელიც ტყვედ წამოიყვანეს ალექსანდრემ ცოლად გაატანა სელევკოს. აი სელევკოსი დაიტოვებს ამ აპამას და მე ჩვენ მოგვიანებით აპამაზე გვექნება როგორ დედოფალია ეს ველის დედოფალი, ველიდან ჩამოყვანილი. ახლა ეს კულტურული სპარსელი არისო. ეს იყო სოგდიანის და მარგიანის და ბაქტრიის ველებში გაზრდილი გოგო იყო. ის გააჩენს მე ანტიოქე პირველს. ტახტი მარტო ეს იქნება დიადოხოსებიდან დედით ბარბაროსი. დანარჩენი სულ ერთმანეთსა დაიწყო ბერძნები, მაკედონელები, ესენ მოიშორეს. და ეს ანტიოქე პირველი უფლისული მერე იქნება პოლიტიკური პარტნიორი ფარნავაზის. დიახ. მე წინა გადაცემაში ვისაუბრე, რომ ფარნავაზის ტახტზე ასვლა, მანამდე აზო და მთელი ამბები, ეს არ არის შიდა ქართულ-ქართველური გარჩევა, ეს არის გარჩევა სელევკიდების სირიასა და პონტოს სამეფოს შორის. აზო არის პონტოს სამეფოს
კანდიდატი და ფარნავაზი არის იმის ანტიოქეს კანდიდატი. ასე რომ იბერიის სამეფოს და ფარნავაზიანების გამეფება საქართველოში ეს საერთო ჯამში დიადოხოსების თემა. იმ საქმიანობაში ჩავერთეთ ჩვენც. რაც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ იზოლირებული ქვეყანა არ ვიყავით. აი ეს აპამა გააჩენს ამ ემას, მაგრამ ეს მოგვიანებით ახლა. ხო, პტოლემე როგორ იქცევა? 2 თვეში მოაკვლევინა ეს კლეომენა. ზედმეტია ეს. და მთელი ეს ქონება 8000 ტალანტი ხელში ჩაიგდო ძვირფასო მეგობრებო და არცთავარია გადასახადებები შეამცირა და ეგვიპტელ ხალხს შეუყვარდა პტოლემე. აი სამართლიანი მეფე. ხოთაშორის ეგვიპტელებს ეს დინასტია ეყვარებათ ბოლომდე და ამიტომ გაძლევენ კლეოპატრამდე 300 წელი არსებობს ეს დინასტია. ახლა როგორ იქცევა? მას აქვს უკვე გამშვენიერებული ალექსანდრია, გამაგრებული, ის კლეომენა მაგრად მუშაობდა. და 8000 ტალანტი აქვს. ეს არის დიდი თანხა. პტოლემე რას იწყებს? იწყებს მოქირავნეების. ბერძენი და მაკედონელი ძველისენ და მე როგორ არის იცი თუ ვინმე საინტერესო აი ალექსანდრეს სულისკვეთება და მისი რეალური აი კულტურული გარდა პოლიტიკურისა კულტურული მემკვიდრე ალექსანდრეს იდეებისა არის პტოლემე და სელევკოსი მე მოგვიანებით. პტოლემე აი ალექსანდრეს სულისკვეთება არის პტოლემე. და ყველა წესიერ განათლებულ საქმისმცოდნე ადამიანს მიაჩნია, რომ თუ რაღაცას მინდა მივახციო პტოლემესთან წავალ ეგვიპტეში. ხელგაშლილია, სამართლიანია, უბოროტოა, ხალხს უყვარს და ასპარეზია. გინდა მეცნიერებაში, გინდა სამხედრო კარიერაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პტოლემემ გააკეთა ჯარი გააკეთა, ხა დიდი ჯარი არ ყავდა 20,000 კაცმა, საკმაოდ ძლიერი, ბევრი ალექსანდრეს ვეტერანი ჩამოვიდა, როგორც მაკედონელი, ისევე ბერძენი ვეტერანები, ხო? იძლიერებს პოზიციებს. სამდე პერდიკას არცალია მის და სამდე კაბადოკიას იმორჩილებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მერე აი მისგან უკიდურეს ეგვიპტიდან უკიდურეს დასავლეთით ეგვიპტეს ესაზღვრება ლიბიის უდაბნო და მერე იწყება კირენაიკა, ანუ კირენა ძვირფასო მეგობრებო. დღევანდელ ლიბიას თუ მიაქცევთ ყურადღებას, ლიბიაში არის 2 დიდი ოაზისი, ერთი არის ტრიპოლისი და მეორე იყო პენტაპოლისი. ტრიპოლისი რას ნიშნავს? 3 ქალაქი. აი ტრიპოლი არის ლიბიის დედაქალაქი, მაგრამ პენტაპოლისი აქეთ ეგვიპტის მხარეზე რაც იყო, ანუ 5 ქალაქი. ეს უბერძნული ქალაქები. აი დღევანდელი ბენღაზი. ხო, სადაც ტრიპოლი და ბენღაზი. ხო. ეს ბენღაზი არის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი პენტაპოლის. აქ ბერძნები ცხოვრობენ. ჩვეულებრივი ბერძნული ქალაქები. ხო, კოლონიები. ხო, აქ სპარტელების კოლონიებიც, უფრო დორიელების კოლონიები არა. ბრწყინვალე ქალაქები არის რა, მაგრამ პოლიტიკური ერთიანობა არ აქვს ამათ. ახლა როცა ალექსანდრე შევიდა და ეგვიპტე დაიკავა, მაშინ ლიბიელებმაც და კირენელმა ბერძნებმაც ორჩილება გამოუცხადეს და ალექსანდრემ ამ კირენელ ბერძნებს დაუტოვა ავტონომია, რომ იღავეთ ცალკე, არ შემოიყვანა იმპერიაში. კი, მორჩილება გამოაცხადეს, მაგრამ იქ არც მაკედონური ჯარი შესულა, აფერი არ მომხდარა და იცხოვრეთ რა, შვიდდაწყნარად. ალექსანდრე შვებოდა ასეთ რაღაც. მე როცა მოკვდა და პტოლემე უკვე ეგვიპტეში ფეხი მოიკიდა, ეს კლეომენე მოაკვლევია და უკვე მართავს ეგვიპტეს. კირენაში დაიწყო შიდააშლე, დაერიან ერთმანეთს იქ ის ბერძნები ხო ერთმანეთს დაერევიან ხოლმე რა. დაიწყო სამოქალაქო ომი, ახლა ამის დაწვრილებით მოყოლა ცოტა გაუგებარიც იქნება, იმიტომ რომ ახლა გეოგრაფია ცალკე გვჭირდება და არც თუ ისე მნიშვნელოვანი თემა არის, ახლა ეს ლოკალური თემა არის ამ დიადოხოსების ხოცვა-ჟლეტაში. მაგრამ იქაურ ბერძნები ერთმანეთს დაერიან ერთი სიტყვით და
ერთმა მხარემ თავის დასახმარებლად მოიწვიეს კართაგენელები, ფინიკიელები. კართაგენი არ ჩანს ახლა იქეთ არის, ხო? კართაგენელები ჩაერიან ამ საქმეში, ახლა. ტოლემეს როგორც ჩანს სურვილი ქონდა ამ კირენის დამორჩილების, მაგრამ ახლა საუკეთესო საბაბია რა, რომ როგორ ბერძნული ქალაქები კი თავისუფლები ხარ თქვენ, მაგრამ აქ კართაგენელებს რა უნდათ? ჩემი გავლენის სფეროში. ხო, ალექსანდრემ კი მოგცათ ეს თავისუფლება, რაღაცა ვერ შეირგეთ რა. ადგა შევიდა ჯარით. და დაიკავა და იქ ირენაში რო შევიდა ისეთ ხოცვაჟლეტა მიდიოდა იქ რომ ხალხი ბერძნები ზეიმით შეხვდნენ ტოლემეს. ტოლემე არის სტაბილურობა. შვიდობა და აყვავება. ივაჭრეთ, გამშვენიერდით, ან ეგვიპტის ბაზრები გაეხსნათ იმ ბერძნებს. ანუ ეს იყო უკიდურესად და ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური შედეგი, როცა იმ ბერძნებისთვის, იქ მაცხოვრებელი ბერძნებისთვის, როცა ტოლემემ ჯარი შეიყვანა და შემოიერთა და კართაგენელები გარეკეს იქიდან და ამბები. მაგრამ დაუბრუნდეთ ახლა პერდიკას პრეტენზიები, რატომ მოდის ტოლემეზე სალაშქროდ. მან ჯართან ხომ უნდა იმართლოს თავი, იმიტომ რომ ჯარი ასე არ წამოყვება შენ, რომ მოდი ახლა შენ ტოლემე არ გევასება და ამიტომ ჩვენ შენთან ერთად ვიომოთ. ტოლემე ჩვენი საყვარელი სარდალია, კაცო და ალექსანდრეს მეგობარი იყო და მცველი იყო და სამოტოფილაკი იყო და რა ვიცი რატომ. ანუ ლეგიტიმაცია ჭირდება ამ ლაშქრობას. პერდიკა რომელიც უნდა წამოვიდეს აქედან. პერდიკა აქვს ორი პრეტენზია ტოლემესთან. რომ ერთი მეფის გვამი მოგპარა და მეორე ბერძნების საქმეში რატო ჩაერია? კირენა ალექსანდრემ ხოდ თავისუფლება მიცა და ამა რატო დაიმორჩილა? აიდო ეს არის მისი საბაბი. მიზეზი სხვა რამეა. ორი ფრონტი არის, ხო? ერთი არის სამეული აქეთ, რომელიც ფაქტიურად ემენემ დაამარცხა რა. ანტიპატრე აქ პისიდიაში და კილიკიის ვიწროებში არის გაჭედილი, უკან ვერ იხევს, ანტიგონე კვიპროსი არის გამაგრებული, ციკლოპი და ისა კრატეროს დაიღუპა. დარჩა ახლა ეს რა. რეგენტმა უნდა დაამარცხოს ტოლემე. თან ახლა პერდიკას სახეცვლილებასაც ხედავ ჩვენ, როცა რეგენტად აირჩიეს გიორგი საკმაოდ ფრთხილად მოქმედებს პერდიკა. პერდიკა როგორც რეგენტი. ეს ერთია და პერდიკა როგორც საქმრო კლეოპატრასი, ალექსანდრეს ქვრივი დის. ეს მნიშვნელოვანი თემაა. გახსოვთ ხო? როცა რეგენტი ძალიან ფრთხილად იქცევა და ყველაფერს შვება რომ არაერიოს იმპერიაში რაღაცები და ანტიპატრესთან მეგობრობას თავაზობს ანტიპატრეს და თავიდან გახსოვთ ანტიპატრეს თხოვა მისი ქალიშვილის ნიკეას ხელი. ეს ნიკეა ქვრივი იყო, მანამდე ბალაკროსისაც ცოლი იყო, ბალაკროსი დაიღუპა კილიკიის სატრაპი ისავრიელებთან და პერდიკა საცოლე არის ანტიპატრეს ქალიშვილი ნიკეა. მაგრამ მერე ოლიმპიადამ გამოუგზავნა წერილი რომ მაგნიკეას თავი და ახლა ოლიმპიადას ტრობა ქონდა დილით რო ცუდი ამინდი რო იყო ხო აბრალებდა ანტიპატრეს ოლიმპიადა. რა დაანებე მაგნიკეას თავი და ანტიპატრეს ქალიშვილს აგერ ჩემ ქალიშვილს კლეოპატრას მოგცემს რომ იმის მერე აურია პერდიკამ რა. პერდიკა რომელიც აქამდე იყო მეფეთა საქმის ერთგული, მერე თვითონ გადაწყვიტა მეფობა ახლა. მაკედონიას ასეთ წესი ჰქონდა, ქალი ტახტზე არ ადიოდა გიორგი. მაგრამ თუ ქალი დარჩებოდა მარტო არ გიადებიდან, ვინც მასზე იქორწინებდა, ის ხდებოდა მეფე. ამიტომ პერდიკასთვის ეს როგორი მიმზიდველი თემა არის. თავიდან გახსოვს ხო? ლეონატეს უნდოდა ეს, მაგრამ ლეონატე დაიღუპა ბერძნებთან. ახლა პერდიკას უნდა რომ ალბათ გულში ექნება რა ის მეფეები, ეს სულელი ფილიპე არიდეოსი და ის კიდე როდის გაიზრდება ის ალექსანდრე, პატარა ძუძუთა არის. აგერ მოვიყვან კლეოპატრას ოქროს ქვრივი
დიდი მეფის და მერე შვილი თუ გამიჩნდება ის იმას ავიყვან ტახტზე თან ჯარში ალექსანდრე მეოთხეზე უფლისწულზე გართულებაა რომ დედით აზიელი რო არ მოწონ თან მაკედონელებს რა ახლა პერდიკა თუ კლეოპატრასთან გააჩენ შვილს ის სუფთა მაკედონელია რა ნუ პრობლემა წეს თავარ უნდა კონდეს ანუ ფაქტიურად პერდიკას თავი აქვს ქუთში ერთადერთ პრობლემა აქვს პტოლემეს უნდა მიხედოს ახლა პტოლემეს მიხედავს და გამჭერებელი აღარ აღავს არავინ კრატეროსი მკვდარია ვისაც შეეძლო გაეწია წინააღმდეგობა ორჩა მისია სამეფო რა მე რამე რო იყოს ამ ორ მეფესაც მოკლავს რა პრობლემა არ მოუკლავთ თუ რა თვითონ როქსანამ დახოცა ალექსანდრეს ორი ცოლი და ახლა აპრობლემა რომელთაგან ერთ-ერთი მეტი იყო კვლელობა არ არის პრობლემა არ ძველი სამყაროსთვის არ ჩვენ საუკუნეებისთვის მე მგონი დღესაც არაა პრობლემა სტალინის ცნობილი ფორმულა არის ადამიანი არის პრობლემა არ არის ადამიანი არ არის პრობლემა სტალინამდე ეს ადრე იცოდნენ სხვებმა ანუ პერდიკა არის გალაღებულია მოდის ეგვიპტისკენ მოდის დიდი ჯარით გიორგი 70-დან 80,000-მდე ამბობენ აქ მარტო მაკედონელები არ არის აქ აზიური ნაწილებიც არის უკვე ოდის სპილოებით და მოყავს მეფეებიც და მეფეებს დაატარებს აღმოჩნდა ბაბილონში არ ტოვებს არ იშორებს რო კონტროლიდან ვინმე არ გამოიყენოს ძირფასო მეგობრებო ცოტა უკან უნდა დავიხიოთ აუცილებელია ამ რუკაზე ახლა ცვლილება გვაქვს შეიარაღებული ქალი ჩანს ვინ არის ეს ქალი წინა პლანზე გამოჩნდა ქალი ქალები გამოჩნდებიან ახლა და საინტერესო ხალხო კაცი დიადოხოსები დარჩებიან გაგვირებულები ისეთ რაღაცებს იზამენ ეს ქალები რა ვინ არის ეს ქალი? ახლა როცა მეფეები მოყავს და მიდის ეგვიპტეზე სალაშქროდ დიდი არმიით და სპილოებით პერდიკა და უნდა დაახჩოს პტოლემე. პრობლემები აღარ აქვს უკვე ტახტისკენ. მას მოყავს ეს მეფეები თქვით ხო? ერთი სულელი ფილიპე მესამე არიდეოსი და მეორე მცირეწლოვანი ალექსანდრე მეოთხე როქსანას მიერ გაჩენილი. ხო შეკითხვა ხო შეიძლება დაისვას კი ეს ფილიპე არიდეოს კი არ ჭკუას უსტრო ცოლი ყავს ამას ყავს ცოლი ვინ არის მისი ცოლი უკვე კაი გვარიანად ცოტა უკან უნდა დაუბრუნდეთ ძვირფას მეგობრებო ფილიპეს ეპოქაში ალექსანდრეს მამის ეპოქაში მე გაგახსენებთ ფილიპე სამდე ტახტზე ავიდოდა მას ყავდა ორი უფროსი ძმა ერთი ალექსანდრე მეორე რომელიც გაგახსენებთ ღორების ქორწილში მოკლეს ქორწილის დროს ეგრეთ წოდებული აღარ გავიმეორებ იმიტომ ჩვენს წინა ლექციებში არის ესა მაკედონიის აღზევებაზე როცა ვლაპარაკობ დაბადებაზე ალექსანდრე მის ფილიპეს უფროსი ძმა ალექსანდრე მეორე მოკლეს ღორების ქორწილში ეგრეთ წოდებული ღორების ქორწილში მერე ტახტზე ავიდა ფილიპე მეორეს მეორე ძმა შვათანაძმა ეს იყო პერდიკა მესამე რომელიც დაიღუპა ილირიელებთან ბრძოლაში 4000 მაკედონელთან ერთად დაეცა ბრძოლაში და პერდიკას დარჩა მცირეწლოვანი შვილი ზოგი ამბობს 5 წლის ზოგი 6 წლის ზოგი 8 წლის ახლა ამ შემთხვევაში ბავშვი დატოვა ტახტის მემკვიდრედ დატოვა ამინტა მეოთხე ჩვენ მაშინაც როცა ფილიპეს ტახტზე ასვლაზე საუბრობდით ბოლომდე არ ვიცით როდის ავიდა ტახტზე ფილიპე ერთი რამე დანამდვილებით ვიცით რომ 359 წელს ფილიპე მართავს მაგრამ როგორ მართავს როგორც თავისი ძმისშვილის რეგენტი ამ ამინტა მეოთხეს რეგენტი ბიძა ახლა ბავშვი პატარა მისი მამა ფილიპეს ძმა პერდიკა მესამე ბრძოლაში დაიღუპა ამიტომ სანამდე ეს გაიზრდება ამინტა მეოთხე მანამდე ბიძამისი მეურვეობს რეგენტია ფილიპე აი ფილიპე მაშინვე ავიდა ტახტზე თუ 3 წლის მერე როცა ჯარმა აირჩია ფილიპე გახსოვთ თქვენ
ჯარის შეკრებაზე, როცა ეს ილირიელებთან ომი, ესა იქცეოდა მაშინ მაკედონია სუსტი იყო. ჯარმა მოითხოვა, არ გვინდა ეს პატარა ბავშვი, მეფედ იყოს ფილიპე. ეს მოხდა 56-ში. 359-დან 356 წლამდე ისევ მეორე უკან მოვდივარ, ძველი წელთაღრიც ხوارე. ფილიპე როგორ ჩანს იყო რეგენტი ამინტა მეოთხეს. მაგრამ სხვათა შორის ამ ძმებს, სამივე ძმას, ალექსანდრე მეორეს, ერდიკა მესამეს და ფილიპე მეორეს კარგი ძმობა ჰქონდათ, რაც არგიადებში არ შეინიშნებოდა. იქ ერთი ძმა რო ადიოდა, ანჯეროს ხოცება. ამან ხელი არ ახლო ამ ბავშვს, ფილიპე. როცა გამეფთა ამინტა მეოთხეს დარჩა უფლისწულის სტატუსით არ. რომ ამით მეფე არა, ხო? ეს ამინტა მეორე წამოიზარდა, ბუნებრივია. ამინტა მეოთხე წამოიზარდა ფილიპეს ძმისშვილი. ვინ გახდა მისი ცოლი? მე გეტყვით, როცა ფილიპე ავიდა ტახტზე, ილირიელებთან რო დაელაგებია ურთიერთობა, გახსოვთ კომპრომისებზე წავიდა. და ილირიელების მეფეს ბარდილს თხოვა კავშირი და დინასტიური ქორწინება და ოიყვანა ცოლად ილირიელი ქალი აუდატა ფილიპე. ახლა ზუსტად არ ვიცით ეს ილირიელების მეფის ბარდილის ქალიშვილია თუ ძმისშვილია თუ შვილიშვილია. ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ილირიელების სამეფო ოჯახიდან არის. ეს აუდატა. ახლა უბრუნდებით ისევ იმ თემას, ამორძალების და მეომარი ქალების თემას. ახლა ჩვენ ვილაპარაკეთ და მეც ვთქვი, რომ არიან ხალხები, სადაც ქალები წომობენ. აი, ილირიელები იყო ისეთი ხალხი, სადაც ქალები წომობენ. ანუ ქალისთვის იქ ომი არ არის უცხო და ეს აუდატაც მეომარი იყო. ამ აუდატასგან ფილიპეს გაუჩნდა გოგო სახელად კინანა. ეს არის კინანა. რეკონსტრუქცია აღწერილი არის მისი გარეგნობა და მე რეკონსტრუქცია გაკეთდა. ეს კინანა აუდატამ გაზარდა მეომრად. ანუ კინანა არის ილირიელისა და მაკედონიის. კინანა ხო, აუდატა უფრო ადრე მოიყვანა ცოლად ვიდრე ოლიმპიადა. ოლიმპიადას მერე მოიყვანს ცოლად. ფილიპე. პირველი ცოლი არის აუდატა. და გაჩნდა კინანა. ეს კინანა ილირიელების წესით იზრდება და მაკედონელ არისტოკრატად კი არ იზრდება. მეომრად ზრდის ის დედამისი აუდატა. და ისეთი მაგარი გოგო ეს კინანა, რომ მამამის დაყვებას ალაშქროთ, კაცო. მამისთან ერთად ომობს კინანა. ფილიპესთან ერთად ომობს. რო წამოიზარდა. შეხედე. და სხვათა შორის ილირიელებთან თავის დედულეთის ხალხთან. მერე ის ბარდილი დაიღუპება ომში, გაანადგურებს ფილიპე იმ ბარდილს 7000 ილირიელთან ერთად დაიღუპება ის ბარდილი. ახლა ის ამის აუდატა ამის ბაბუა იყო, ბაბუის ძმა იყო თუ რა იყო, არ ვიცით რა, მაგრამ იმ დინასტიიდან იყო და იმ ბრძოლაში კინანა მამამისის გვერდზე, ხალხო რანაირ ეპოქაში ვართ, ხო? კინანა მამამისის გვერდზე იბძვის, ფილიპეს გვერდზე იბძვის და დედის ნათესავების წინააღმდეგ. დედის ნათესავების წინააღმდეგ და იმათ დედოფალს კარიას მოკლავს ბრძოლაში. ისიც ქალია. ხო და ძალიან სასტიკი. ძალიან უყვარს მამამისი რა. როგორც ჩანს ქალები უფრო სასტიკები იყვნენ იმ დროს იმ სიტუაციაში. საშინელებებს ჩაიდნენ. აჩერ დიზაინ გაკვირვებულები არიან კაცები, კაც. პერსეპოლის ქალმა არ დაწვა. ათენელმა, აბა ისინი გეიფობდნენ იქ. ხო და ეს კინანა არის საყვარელი ქალიშვილი ფილიპეს. ამისთან ერთად ომობს რა. ეს კინანა გაატანა იმ ამინტა მეოთხეს ცოლად. თავისი შვილი გაატანა თავის ძმისშვილს ცოლად. სამდე ალექსანდრე წამოიზრდება, ახლა მე გეტყვით.
სულ არის დავა ალექსანდრეს ლეგიტიმაციის შესახებ, რომ რამდენად უფრო ლეგიტიმური მაკედონიის ტახტზე ის ამინდა მეოთხე იყო, გიორგი. კი, ესე გამოდის. მე გეტყვით ერთ რომელზედაც არ გვილაპარაკია, მაშინ გამოვტოვე ახლა ვიტყვი, როცა ფილიპეს მოყავდა ოლიმპიადა და ოლიმპიადა პირველად რო ნახა 12 წლის იყო ოლიმპიადა და ყმა ჩამოუვარდა ფილიპეს და მე 4 წელიწადში მოიყვანა ცოლად. ოლიმპიადა ეპირის მეფის ქალიშვილი ცოლად რო მიყვებოდა პირობა დაიდო. თქვათ ასე საქორწილო კონტრაქტი. ოლიმპიადამ ძალიან დაიფასა მაშინ და ულამაზეს ქალი. ყურებამდე იყო ფილიპე შეყვარებული. ოლიმპიადამ როცა დადო ხელშეკრულება რომ ფილიპე კი გამოყვებით ცოლად, მაგრამ ერთი პირობით. მარტო ჩემგან გაჩენილი შვილები იქნებიან ლეგიტიმურები. სხვა ცოლები ხო ყავდა მას 7 ცოლი ყავდა. ეს პირობა რამე ხელშეკრულებით გაფორმდა, ანუ იურიდიულად გაყვადა, ამიტომ აი ეს ფილიპე არიდეოსი, რომელიც ფილინამ გააჩინა, ამიტომ არ ითვლებოდა ბოლომდე იმათ ლეგიტიმურად, იმიტომ რომ ფილიპეს ეს პირობა და ეს კონტრაქტი ოლიმპიადასთან ჰქონდა დადებული, მარტო ოლიმპიადას გაჩენილი შვილები უნდა ყოფილიყვნენ ტახტის მემკვიდრე. ახლა ოლიმპიადამ თავი დაიჟღვა, ხო, იმიტომ რომ ეს ამინტა მეოთხე ფილიპეს, მე მგონი გასაგებად ხო, ძალიან რო არაგვერი ფილიპეს ძმისშვილი, რომელსაც კინანა თავის ქალიშვილი გაატანა, ამინტა მეოთხეს დიდი ლეგიტიმაცია ჰქონდა. ამინტა მეოთხეს და კინანას გაუჩნდათ შვილი. გიორგი ქალიშვილი გაუჩნდათ. არის ვარიანტი რომ მეორე ქალიშვილიც ყავდათ, თუმცა ის ამბოლო დროს გამოჩნდა ეს, იმიტომ რაღაც წარწერა ნახეს არქეოლოგებმა, სადაც დასტურდა რომ მეორე შვილი შეიძლება ყოლოდათ, მაგრამ ახტავანებოთ ამას და სადაოა ეს. ისიც ქალიშვილი. კინანას და ამინტას, ანუ ფილიპეს ქალიშვილს და ძმისშვილს გაუჩნდათ გოგო სახელად ადეა. ეს კინანა ხო ამორძალია სამხედრო საქმე. და ძველი ილირიული წესით ზდის ამ თავის ქალიშვილს ადეაზე, იმანაც ბრძოლა იცის, იარაღს ხმარობს და ის არის. მოვედით უკვე აქამდე. მერე გახსოვთ თქვენ ფილიპე როცა მოკლეს, ალექსანდრე პირველად რო წავიდა სალაშქროდ საბერძნეთში, უკან რო დაბრუნდა, მას დაახვედრეს ამბავი, რომ შეთქმულებას გიწყობდა შენი ბიძაშვილი ამინტა მეოთხე. და მაშინ ამინტა მოაგვლევინა ალექსანდრე. ალექსანდრეს ლეგიტიმაციის თემა ძალიან სადაო იყო, იმიტომ ლინკისტელების თემა იყო და თან ეს ამინტა იყო. და ნუ ამინტა მოაგვლევინა. როგორც ჩანს ამინტა მართლა რაღაცას უპირებდა ალექსანდრე. ეს კინანა დარჩა ქვრივად ამ პატარა ბავშვთან ერთად, ადეასთან ერთად, გოგოსთან ერთად, ხო? მერე ამ კინანას ხელი თხოვა ალექსანდრეს მეგობარმა და თანამებრძოლმა აგრიანების ბელადმა ლანგაროსი. ახლა აგრიანები მე რამდენჯერ მიხსენებია. ეს ლანგაროსი ძალიან მიეხმარა ალექსანდრეს ტახტზე გამყარებაში. ახსოვთ ხო, თრაკიელებთან ომი, ტრიბალებთან ომი, ილირიელებთან, მერე საბერძნეთში ორჯერ ლაშქრობა და ამბები და აგრიანები დაუდგნენ, ეს ლანგაროსი დაუდგა და ალექსანდრემ შეპირდა რომ კინანას გამოგაყოლებ ცოლად, მაგრამ მერე ის ლანგაროსი მოკვდა, არ ვიცით ახლა ბრძოლაში მოკვდა თუ ისე მოკვდა, სავარაუდო ჩილეო ბრძოლაში მოკვდა, სადღაც ვერ მოასრო დაქორწინება კინანას და კინანა დარჩა ქვრივად. ახლა მოვედით უკვე ამ ამბავთან. პერდიკარო აპირებს ინდოეთს შესვლას, უკეთრად ეგვიპტეში შესვლას. როცა ალექსანდრე მოკვდა, კინანა მერე აღარ გათხოვილა. როცა ალექსანდრე მოკვდა, კინანა ამ პერიოდში სამეფო კარზე არა, იქ არის ანტიპატრეს ყავს საპატიო ტყვეობაში. კინანაც და მისი ქალიშვილიც ადეაც, რომელიც 15 წლის არის უკვე და ისიც მეომარეა დედამისი. თან კინანას ცუდი ურთიერთობა ჰქონდა იმასთან, რა ქვია, ოლიმპიადასთან.
არ უყვარდათ ერთმანეთს, შიდა ოჯახური დაპირისპირება იყო და კინანა და ალექსანდრეს და კლეოპატრაც ასევე ერთმანეთს უთვალით უყურებდნენ და ორი ძალიან ძვირფასი ქვრივი არის, როგორც კლეოპატრა, რომელიც ეძლეოდა პერდიკას, ასევე კინანა ძალიან დიდი ამბავია, ტახტთან ყველაზე ახლოს არის. ალექსანდრეს ნახევარდა არის. კინანა. გალიშვილი ყავს. როგორც კი ალექსანდრე მოკვდა, კინანამ გამოთქვა პრეტენზია, რომ აი ეს არიდეოსი, ფილიპე არიდეოს ტახტზე რო ავიდა. ალექსანდრეს ძმა იმას უნდა გავატანოთ, ანუ თავის ნახევარ ძმას ითხოვს სიძეთ, რომ არიდეოსი რახან უცოლო არის, აი ჩემ ქალიშვილს ადეას გავატან ცოლად და იდეაში ფიქრობს, რომ ახლა ის ჭუასუსტია და მე ჩემ ქალიშვილს დედოფლად ვაქცევ, ჯარის მხარდაჭერა აქვს, განსაკუთრებით ქვეითი ჯარის მხარდაჭერა აქვს და ბავშვს თუ გააჩენს, რამე რო იყოს, ახლა იმას როგორც ჩანს, ბავშვის გაჩენის უნარი უნდა ქონოდა. იმ ჭუასუსტს ხო და ადეა უნდა გავატანო მეფეს ცოლად მე. და გავლენა უნდა რა, მაგრამ ამ მაკედონიიდან ვერ მიდის იმას, ოქროს წყობაში ყავს ანტიპატრეს არ უშვებს. ახლა რა ხდება? ეს კინანა, დედა და მის ქალიშვილი ადეა მცირე მომხრეებით ღამე გადიან პელაში, პელადან და მიდიან ჰელესპონტისკენ. გადმოპარვა უნდათ აზიაში. მაგრამ გზაზე დინარე სტრიმოზე დგას ანტიპატრე თავის ბანაკით და აკონტროლებს თრაკიელებს. ღამე ამათმა გარღვევა გააკეთეს ანტიპატრეს ბანაკ გაარღვიეს და გავიდნენ რა. ეს დედაშვილი. თავისი რაზმით. თავისი რაზმით, მცირე რიცხოვანი რაზმით, მაგრამ მოულოდნელად იმასა გადალახეს და ანტიპატრე ვერ შეაჩერეს და გაექცათ ანტიპატრეს ესენი. დააწნენ ჰელესპონტს და გადმოვიდნენ აზიაში. ჯერ ომი დაწყებული არ არის, ჯერ ანტიპატრე და პერდიკა კარგად ალექსანდრე ახალი ყდარია. და დააწნენ, მოდიან მცირე აზიაში არიან, უკვე მოდიან, აქ პერდიკა არის, სადაც ან პისიდიაში არის, ან იმაშია, რა ქვია, კილიკიაში არის და პერდიკამ გაიგო, რომ ანტიპატრეს კინანა და ადეა გამოექცნენ და მოდიან ჩემსკენ, აი მეფეებისკენ მოდიან რა, შარია ახლა ეს დედოფლის გამოჩენა ჯარისთვის თემა არის რა. ჯარი არის ყველაზე სახიფათო ნებისმიერი სარდლისთვის და პერდიკა აძლევს მცირე ჯარს თავის ძმას ალკეტას, ესეც დავიმახსოვროთ, ალკეტას აძლევს და ეუნეო რომ შეაჩერე რა. აბრუნე უკან. დაუბრუნე ანტიპატრეს. არ აწყობს ამას ეს კინანა ახლა თავის საჭადრაკო თემებში არ აწყობს. ლეგიტიმურ დედოფალია კინანა. და არიდეუსი ბანაკში ყავს? ბანაკში ყავს ამას. არიდეუსმა იცის რომ არაფერი არ იცის იმას. კინანას მისი სიძეობა აქვს გადაწყვეტილი. არაფერი არ იცის. ჯერ ამანაც არ იცის. ჯერ ამანაც არ იცის. გასაგები. დახვდნენ ესენი ალკეტა ჯარი დახვდა კინანას და ადეას და შეაჩერეს რომ დაით უკან. კინანამ გამოთქვა და ამ ალკეტას ხო ჯარი ახლავს. პერდიკამ ხო გამოაყოლა ჯარი, მაკედონელები არიან რომ შეაჩერეთ და უკან გაუშვით. ალკეტა ეუბნება რომ გაბრუნდით მაკედონიაში. არა, კინანა არა, ავიდა ეს ჯარი ხო არიან ეს მაკედონელი ალკეტას ვინც ახლავს. ავიდა ტრიბუნალში ჯარს მოუწოდა რომ მაკედონელებო მეო ვარო ალექსანდრეს დაო და ფილიპეს ქალიშვილი ვარო და მეო ნაომარი ვარო მამა ჩემთან ერთადო და ნაომარი ვარ ჩემ ძმასთან ერთად. და ეს პერდიკაო და ეს ანტიპატრე საერთოდ ვინ არიანო რა. აიყოლია ჯარი. და მეო გადმოვედიო, იმიტომ რომ თქვენ რო აირჩიეთო მეფეო ფილიპეო არიდეოსიო, თქვენი საყვარელი მეფეო. მეო მომყავსო ჩემი ქალიშვილიო, იმას უნდა შევრთოთ ცოლად. და აიყენა გვერდზე ეს ადეა შეიარაღებულია 15 წლის გოგოა. ჯარი გადავიდა ამის მხარეზე.
ალკეტას უთხრეს, რომ შენ რებს არ აკუნებ, კაცო, ეს ჩვენი დედოფალია. სამეფო ოჯახის. და ეს უკან კი არ უნდა გავაბრუნოთ, საერთოდ პატივით უნდა ჩავიდეთ ბანაკში, სამეფო ბანაკში და უნდა შევრთოთ ადეა ცოლად იმას, რა ქვია, ფილიპე არიდეოს. შო საგონებელს ჩავარდა ახლა ეს ალკეტა, რომ ესენი რომ ბანაკში მივიყვანო, თან მით უმეტეს ეს კინანა. კინანა სახელი აქვს გავარნილი, მეომარი, შეუპოვარი. ეს რო ახლა იქ ბანაკში ჩავიდა, ეს ჯარს აგვიჯანყებს იქ. და მის ჭკუაზე წაიყვანს ყველაფერს. რა შევალკეტა ღამე. მოაკლევი ეს კინანა. ალკეტა მოკლა კინანა. ეს მაგარი ქალი. რა იმედი მქონდა რომ გაგრძელდებოდა. მაგრამ ახლა მეორე დღეს ხო გაიგო ჯარმა ეს ამბავი კინანა მოაკლევი ალკეტა ჯარი აჯანყდა. ალკეტა გამოიქცა თავის ძმასთან. ეს ჯარმა მოკიდა ხელი ამ 15 წლის იმას ადეას და დააწვნა მოვიდნენ სამეფო ბანაკში, პერდიკას ბანაკში შემოიყვანეს ზარზეიმი და იქ ბანაკში ვინც იყო ჯარი, ისინი ზარზეიმი შეხვდნენ. ადეას. ალექსანდრეს დიშვილი. ხო, და თან უკვე ჯარმა იცის, რომ ეს აპატარძლოა ფილიპე არიდეოსის რა და პერდიკა ვერაფერ ვეღარ გაბედა, აქორწინა ესენი. ანუ კინანა რასაც შეეწირა, ის საქმე გამოვიდა, მაგრამ პრობლემა რაში იყო ახლა ეს ადეა პატარა გოგო არის და ახლა კინანა რო ჩამოსულიყო იმას რამე რო იყო შეიძლება პერდიკაც გადაეყენებე, ჯარს აიყოლებდა ესა. ფილიპეს ქალიშვილია, კაცო. ამ ჯარს ახსოვს, ვეტერანებს ახსოვს, როგორ ომობდა ფილიპეს გვერდით და მისი ძმის გვერდით ეს ევროპაში. მაგრამ ადეა ახლა პატარა გოგო არის, მაგრამ ნუ იძულებული გახდა პერდიკა რომ წასულიყო კომპრომისზე ჯართან ლაშქრობისთვის ემზადება ახლა პტოლემეზე უნდა წავიდა და აქორწინა ეს ადეა გახდა ცოლი მისი. ფილიპე არიდეოსის, ხო, მაგრამ ხო სახელი გამოუცვალეს ახლა მე ხო თქვი მაკედონელი ქალებს რამოდენიმე სახელი ჰქონდათ. ქალიშვილობის ერთი, ქორწილების მეორე და მესამე ჰქონდათ ქრიობის. ამას დაარქვეს ევრიდიკა. დედოფალი ევრიდიკა. ევრიდიკა ერქვა ფილიპეს დედას. მის საპატივცემულოდ ადეამ დაერქვა ევრიდიკა. ასე რომ მოbrundით ახლა 321 წლის გაზაფხულია, დაიძრა. მეგონი საინტერესო იყო ხო ეს? საინტერესოა და ძალიან განვიცადა კინანას მუხანათური მკვლელობა, თორემ ბევრი რამ შეიძლება შემდგომში სრულიად განსხვავებულად განვითარებული. როგორი სანა ფილიპეს გვერდზე, მამამისის გვერდზე რომობს თავისთვის ტომებთან. და აშკარად პოლიტიკოსის უნარების მატარებელი ქალიც იყო ამავე დროს, როგორც აღმოჩნდა. კლეოპატრაზე რითი არის ნაკლები, რითი ვარ ნაკლები, კლეოპატრაც ფილიპეს ქალიშვილი იყო და ეს უფროსი იყო, ეს ალექსანდრეზე უფროსი იყო. კინანა. პირველი ეს დაიბადა. იმიტომ ჯერ აუდატა მოიყვანა ცოლად, მერე მოიყვანა იმანეს, რა ქვია. ქალბატონი ოლიმპიადა. ოლიმპიადა. ხო, ხო და შეეწირა თავის ქალიშვილის გადადოფლებას, მაგრამ გაადედოფლა. ახლა პერდიკა დაემორჩილა ჯარის, ახლა ჯარში ბუნტი გამორიცხული იყო, ხო, და დაემორჩილა და ანც იფიქრა ახლა ეს ანტიპატრეს რატო უნდა დაუბრუნო, აგერ ჩემთან იქნება რა. ახლა ეს პატარა გოგო იყო 15 წლის, თუმცა ესეც მეომარია. ილირიული წესით არის გაზრდილი. ერთი სიტყვით ახლა დაუბრუნდით ფონს ისევე, აი პერდიკა მოდის უკვე ეგვიპტისკენ, მოყავს მეფეებიც, სპილოებიც, ჯარიც და ოდის ეგვიპტეში უნდა შემოვიდეს პტოლემე უნდა დასაჯოს და პტოლემე უკვე მომზადებულია ამ ომისთვის. თუმცა სულ ცოტა 4ჯერ უფრო ნაკლები სამხედრო ძალა აქვს ახლა. რა უპირატესობა აქვს პერდიკას და რა სისუსტეები. პერდიკას უპირატესობა გასაგებია, მეფეების სახელით მოქმედებს და არჩეული რეგენტია. ის არის, რა ქვია, ოფიციალური რეგენტი. ვერ ჯარი ყავს დიდი. სპილოები ყავს. მეფეებიც მის ბანაკში არიან და უჯერებენ ყველაფერს, ახლა ის პატარა ნუ. და ის კვიპროსიდან ფლოტი არ მოყვება? ჯერ არა, აქ ანტიგონე არის ამის მოწინააღმდეგე.
ანტიგონე და ნეარქოსი არიან აქ. ესენი მოკავშირეები არიან პტოლემეს. ხო, თავის ფლოტი მოყავს ატალოსი. ხო, როგორ იყო? ფლოტი ორად გაყო, ერთ ნაწილს ევალება, რომ დელტა ჩაკეტოს, ფლოტის სარდალი არის ატალოსი და მეორე ნაწილი გახსოვთ კლიტოს თეთრი. ეგეოსის ზღვა დაბლოკოს. ხო, მაგრამ კლიტოს თეთრი გახსოვთ, როცა ანტიპატრე და კრატეროსი გადმოვიდნენ, კლიტოს თეთრი იმაფხარეს გადავიდა. ანუ დიადოხოსების მხარეზე არის და ამიტომ გადმოვიდნენ ისინი, მერე ორად გაიყვნენ, ანტიპატრე ასე მოდეს და კრატეროსი დაიღუპა იმასთან, რა ქვია, ევმენთან ბრძოლაში. მოდის ახლა ეგვიპტეში შემოსასვლელი ძვირფასო მეგობრებო. მე მგონი ახლა ძალიანაც არ გავწელე, იმიტომ რომ ახლა კინანას ვერ აუვლედით ჩვენ გვერდს რა გამორიცხულია. ძალიან საინტერესო პერსონაჟი იყო. მე ევრიდიკაც ამბებს იზამს ეს ადეა. აქ არის ქალაქი პელუსიუმი ძვირფასო მეგობრებო, ანუ პელუსია. მხოლოდ ეს შესასვლელია ეგვიპტეში. ქვევით ჭაობებია. არა, უდაბნოა ქვეთ ეს ნაბატეველი, ეს უდაბნო აზრი არ აქვს, ახლა ჯარს ვერ წყალი სადაც არ არის, იქ ჯარი ვერ გაივლის, ახლა და ამდენსაც ვერ მოიმარაგებ, რომ ხო, რა სისუსტე აქვს პერდიკას? კი, ძლიერია ყველაფერი, მაგრამ სისუსტე მის ერთ კომუნიკაციები აქვს გაწეული და ძალიან მოუმზადებელი მოდის. ლოჯისტიკურად ძალიან ცუდად არის ჯარი მომზადებული, აკლიათ, სურსათ მალე შემოაკლდებათ. მათ ეგონათ, რომ აი როგორც კი მიადგებიან გადავლენ. პელუსიონი დაიკავეს პტოლემემ არიომა პელუსიონისთვის და აქ ახლა ნილოსი დინარე რო ეხატოს რა აჯობებდა რა. ნილოსი არის განტოტებები აქვს ხალხო, ეს დელტა რო არის, ხო? მარჯვენა ტოტი მოადგა მარჯვენა ტოტს. თავისი ჯარით პერდიკა და უნდა გადმოვიდეს ახლა ეს ტოტი უნდა გადმოლახოს დინარე. დინარე ყოველთვის პრობლემურია გადასალახად. ახლა პტოლემეს რა უპირატესობები აქვს და რა აქვს მინუსი. პტოლემეს უპირატესობა აქვს, რომ ერთგული ჯარი ყავს, აქვს ფინანსები, აქვს საუკეთესო მომარაგება და ხალხია ერთგული მის ეგვიპტელი ხალხი, მაგრამ სისუსტე არის იმცირე. 1/4-თან არის ჯარი, თან იმას პილოები მოყავს. ანუ მისთვის სადაც 80-90-ია ეს 70-დან 80,000 იფლება, ამას 20,000 ყავს. კი, ვეტერანები, მოქირავნეები, ბერძნები, ეგვიპტელები არ აყავს ჯარში. ეგვიპტე როგორც ბაბილონელების გაწვევა არ შეიძლებოდა ჯარში, ისე ეგვიპტელების რა, იმიტომ რომ არ არის მეომარი ხალხი. არა, შრომელი და ერთგული. კი ბატონო. მეფეს პტოლემე აღმერთებული ყავთ უკვე. აღმერთების პრობლემა ეგვიპტის მართველს არ აქვს. ფარაონი, ვინც არ უნდა ყოფილიყო, ღმერთი იყო უკვე. ყველა ამონიზი. არა, სისუსტე მის სიმცირე არის და ამ მარჯვენა ტოტი უნდა გადმოლახოს ახლა ამან და უნდა შემოვიდეს ეგვიპტეში, ხო, პერდიკა, მაგრამ დიდია ნილოს მარჯვენა ტოტი დიდი არის და პერდიკამ დაავალა თავის მომხრეებს, რომ დაწრიტონ ეს მარჯვენა ტოტი. იქ იყო ძველი ეგვიპტური არხი გამშრალი, როცა თავის დროზე ეგვიპტელები წევდნენ დონეს. ეგვიპტელები მელიორაცია კარგად ეგვიპტელებმაც და ბაბილონელებმაც. თავის დროზე იყო ძველი ეგვიპტური არხი, რომელიც ემსახურებოდა, რომ ამ არხს თუ გახსნიდი, იწრიტებოდა. და მე ადვილად გამოსასვლელი იყო ეს მარჯვენა ტოტი და პერდიკა მიცა ბრძანება, რომ გახსენეთ ეს არხი, მაგრამ დაიწყეს ცუდად მუშაობა და ამ გახსნის დროს, როცა ხსნინა, ის კაშხალი გასკდა. გასკდა, ამოიღო ეს ლამი და ესენი და ძალიან ბევრი დაიხოცა იქა, ვინც თხრიდა მემას და ამ შლამით გაივსო ეს არხი, ანუ ვერ გადავა აქიდან. ამორიცხულია. შლამში ჯარი ვერ გადავა. ეს ერთი მინუს პერდიკასია, არიქათი მუშაობთ, არიქა გადავიდეთ. არიქა ყოველ საქმეს აფუჭეთ. მე წამოვიდა სამხრეთისკენ. მოადგა, როგორ არის იცი, ეს ნილოსის დელტა არის ტოტები და კუნძულები რა.
ხო აი ეს კუნძულები კიდე საოცარ ჯერ კიდე ძველი ეგვიპტელებისგან აშენებული ციხესიმაგრეებით. ხო და ერთ-ერთ ადგილზე მიადგა დაინახა რომ გადასვლა შესაძლებელია, მაგრამ გადაღმა არის ციხესიმაგრე. კამალას ციხესიმაგრეს ეძახიან, ეს თანამედროვე სახელია არაბული და რა ერქვა მაშინ არ ვიცით. ერთ-ერთი ციხესიმაგრე დგას, რომელიც არის ცარიელი, გიორგი. ტოლემე არ აჩანს თავის ჯარად. და პერდიკამ ბრძანება თქვა, რომ აქ დავიწყოთ ფორსირება და გადავიდეთ. ეს მარჯვენა ტოტი უნდა გადალახონ, ხო? რო დაიწყეს პირველი წავიდნენ სპილოები. მერე მიყვა ისა გვარდია, არგირასპიდები, ვერცხლის ფაროსნები, მათი სარდალი არის ანტიგენე, დავიმახსოვროთ. და ბოლოში მიყვება ისა კავალერი. პერდი კარგად ასულა თვითონ. აქეთ დიდი ბანაკია და ამათმა უნდა დაიკავონ ის ციხესიმაგრე, რომ დაიკავებენ, მე დანარჩენი ჯარი უნდა გადავიდეს და ბანაკი უნდა დასცენ. და ანუ პირველი ბარიერი გადალახული ეს მარჯვენა ტოტი დიდი იყო იმის ნილოსის. როგორც კიდე გადასვლა დაიწყო, გადასვლას და ნაწილები სპილოები ავიდნენ სანაპირო, მიდიან ციხესიმაგრე და აინახეს მტვერი. ოდის ტოლემე, თურმე ჩაზაფრებულია იქ და ციხეში კი არ არის ჩაზაფრებული, ციხის მიღმა. ანუ გადმოიტყუა ეს. რო ვითომ ცარიელია და შეასრო ტოლემემ ციხეში. სამდე ესე ციხემდე მივიდნენ. ამდე იმას შეასრო. თავის ჯარი და პერდიკამ არ ბრძანა უკან დახევა, იერიში ბრძანა და ჯერ გაუშვა სპილოების ამოცანა არ უნდა შეანგრიონეს. და მერე უნდა მიყვნენ ესენი რა ქვია, არგირასპიდები, გვარდია და მერე მხედრობა. დაიწყო სასტიკი ბრძოლა. ტოლემე რიგით ჯარისკაცად, იმისი ფალანგიტის ტანსაცმელში სარისას არის 6 მეტრიანი შუბი, ხო? სარისით არის ციხესიმაგრე და აგულიანებს ამ თავისიანებს და დიდი სასტიკი ბრძოლა და ეს სპილოების შემოტევა არის, შემონგრევას აპირებენ. ისინი არის ცნობა ერთ-ერთი სპილო თვალში დაჭრა, ამან თავისი სარისით. და მერე მისი მარეკი მოკლა და გადმოაკტურა. არის კიდე ცნობა, რომ მეორე სპილოს მარეკიც მოკლა იმამ ტოლემემ. რა პირად მაგალითს აჩვენებს და მისი ჯარი ეს 20,000 კაცს კი არა, მობენ კბილებთო მობენ რა. ტოლემე არის ღმერთი ომის. ისე სპილოსთვის აცილება ურთული იქნებოდა. ბიჭო რა, იცი ახლა რა. თუმცა შორიდან 6 მეტრიანი შუბს რო ესვრი. ახლა ეს სპილოები რო შეძამოვლენ, სპილოები კი არა, თანამედროვე ადამიანები ხვარი რომ მოსდევს იმის ეშინია. არა, ნუ როგორ სხვანაირები უნდა ხო ადამიანები. ნამდვილი სარდალია ისიც. ტოლემე არა, ახლა ინდოეთის გახსოვს ორი ბელადი მოკლა ინდოეთში ორთაბრძოლაში ტოლემე, მაშინ გახდა მცველი. და თან ამ სპილოებთან ბრძოლის გამოცდილებაც აქვს და ეს არის რომ ომი მიდის სასტიკი რა, მაგრამ ის არგირასპიდები იერიშზე წამოვიდნენ, კიბეებზე წამოვიდნენ რა. საამონდე გაგრძელდა ბრძოლა, ვერ აიღეს. ვერ აიღეს რა, მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლი იყო ორმხრივი დიდი. პერდიკამ ბრძანება გასცა, რომ გადმობრუნდით უკან, გამოდით. ვერ მოიკიდეს ფეხი. მარჯვენა ტოტის მარცხენა სანაპირო, ანუ ვერ შევიდნენ ეგვიპტეში რა. და ამ ღია სივრცეში დარჩენას არჩიეს ისე ადვილის ახლა მთელი არმიის დიდი ნაწილი აქეთა სანაპირო, იქ საუკეთესო ნაწილები გაუშვა. სპილოები, არგირასპიდები და კავალერია, ვერ აჯობეს რა, ვერ აიღეს ის კეტელი რა. ვისაც ციხესიმაგრე, კამილას ციხესიმაგრე. ამობრუნდნენ უკან პერდიკას აქვს სერიოზული პრობლემები ჯარში უკვე. ჯერთი თავიდანვე ამ ჯარისკაცებს არ უნდათ ამ ტოლემესთან ომი რა, მაკედონელებსა კი ახლა აზიურ ნაწილები ერთგულები არიან მისი. მაგრამ ამ მაკედონელებს ჯო არ მოწონთ ამ ტოლემესთან ომი რა, ნუ რა გინდა დაანებე რა თავი, მათი საყვარელი გმირია. პერდიკამ გამოიხმო ესენი და
ვიღაცები შეაქო, მაგრამ აიწყო ყვირილი დაუწყო ამ სარდლებს და ანტიგენეს დაუწყო ყვირილი, რა ალტო ვერ აიღე შენ არგირასპიდების სარდალს. ვერცხლის ფაროსნები. აი ერთი ამბავი არის. კივილ-წივილი დააწია, ვიღაცები დასაჯა ოფიცრები. ამა პერდიკა აშკარად გამოსულია წყობიდან და აშკარად ცუდად იქცევა უკვე. ძალიან შეცვლილია პერდიკა რეგენტი, რომელიც ფრთხილი იყო და ძალიან ცუდად და უზრდელად და თავხედად იქცევა როგორც სასიძო კლეოპატრასი რა. არ მოწო ჯარში არ არის ეს ომი არაა თვითონ პოპულარული და არც სარდლებში კაცო აგერ ჩვენ ვინაო გავწყდით იქა და ეს აყვედურებს ვეუბნებო არ იბძვით კარგად ისა მე დაიწყო დეზერტირობა ძალიან ბევრი გადადიან ამ დინარეზე და გარბიან იმასთან ტოლემესთან ანუ უბრალოდ დეზერტირი კი არ დატოვა არამედ ტოლემესთან გადადიან იქ გადადიან იმის მხარეზე გადადიან ახლა როგორ ჩანს მასობრივი ხასიათი ქონდა რამოდენიმე ასეული კაცი გადავიდა გადაცურეს და გადავიდნენ და ახლა ეს ამბავი გავრცელებულია ჯარს არ მოწონს ამბავი იმისა რომ ხო სანამდე პელუსიუმში შემოვიდა პერდიკამ გაიგო ეს მნიშვნელოვანია გაიგო ევმენმა დაამარცხა ნეოპტოლემე სომხეთის ისა რა ქვია სატრაპი ხო გახსოვს ჯერ კრატეროსის სიკვდილის ამბავი არაა ჩამოსული ასე გებია ხო და ამან мотиваცია გაუზარდა მაშინ ჯარსაც და იმასაც რა ხო მაგრამ ჯერ ის ამბავი არაა ჩამოსული და ნუ პერდიკას აქვს პრობლემა ჯართან რა წარუმატებლობა ყოველთვის ბრალდება სარდალს და იმდენი იყო დეზერტირი ტოლემეს ლაშქარში როცა დაღამდა პერდიკა მიიღო გადაწყვეტილება ამ ციხესიმაგრეს მე ვერ ავიღებ ამიტომ სამხრეთისკენ ჩავიწიოთ და იქნებ სადმე მემფისამდე სანამდე მივართ იქნებ სადმე გადავიდეთ. ოუძემა ბრმათ მოქმედებს. აი ეს ალექსანდრე მაკედონელის და ფილიპეს და პარმენიონის და კრატეროსის დაზვერვა ლოჯისტიკა არაფერი არა. ძალიან მოუმზადებელი წამოვიდა. როგორც რუსები შევიდნენ უკრაინაში აი ესეა რა. მივადგები დიდი რაოდენობით და ხო და საძავლენ რომ ჩამოიშლებიან საჭმლისა და იარაღის მაგივრად რუსებს ჰქონდათ საპარადო ფორმა იგივეა ვერცხოვა რა ძალიან ხშირად მეორდება შინაარსობრივად რაღაცა ის მომზადებული და სამხრეთისკენ იარეს გიორგი და მიაგნეს ერთ ადგილს სადაც გადაღმა არის დიდი კუნძული რომელიც მას სჭირდება ბანაკი დასახა რომ ერთია რომ გადადიხარ მაგრამ ისე იქ სუკუნძულებია ისე დიდი უნდა იყოს რომ მთელი ბანაკი დაეტიოს ხო აი ნახეს დიდი კუნძული არის და ბრძანა რომ გადავიდე ჯერ ტოლემე არა ჩანს დაიწყეს გადასვლა მაგრამ დინებაა დიდი ხრმა არის მკერდამდე ზოგი ამბობს ნიკაპამდე იყვნენ ზღვაში წყალში რო შევიდნენ მეომრები მაგრამ მკერდამდე ეს ქვეით ჯარი შეუშვა უნდა გადავიდნენ საკმაოდ ღრმა არის ახლა იარაღში ამუნიციაში მაშინ მკერდამდე წყალი ნუ პრობლემა გადადიხარ მაგრამ ფეხთაფეხ მაგრამ ნუ პრობლემაა და ეს რო შეეკავებია მდინარის ნაკადი რო შეეკავებია პერდიკამ გაასცა ბრძანება რომ ცოტა ზემოთ სპილოებს ჩაეყენებიათ რომ ამ სპილოებს თავი 200 სპილოთი არის შესული ამ სპილოებს თავისი სხეულით შეაკავონ და დააგდონ მდინარის ნაკადის სიჩქარე ხო და ზემოთ კიდე სადაც ეს ქვეითი ჯარი გადადის, იქეთ კავალერია დააყენა, რომ თუ ვინმე წყალი გაიტაცებს, ამგერმა გადაარჩინა. ასე გადადიან. ამ დროს რა ხდება? უცებ დაიწყო მდინარე მოდიდება. გაწვიმდა? არა. იმან კაშხალი გახსნა. ზემოთ. ესეც გათვლილი ქონდა პტოლემეს. გახსნა კაშხალი, რო გადადიან, უგა წავიდა, მოიმალა, უკვე იხშვებია.
კაშხალის გახსნამ რა გამოიწვია? ნიანგები. ჯერ ამხელა მასის გადასვლა ნიანგებს ყურადღება, მე კაშხალს გამოყვა ეს ნიანგები. დაიწყო დაახჩობა დაიწყო ხალხმა და ნიანგები დაერიენ და ამბავი და ვერც იქეთ ვეღარ გადავიდნენ, ბევრი დაიხოცა, ბევრმა გადაცურა იქეთ უკვე პტოლემეც მოვიდა იმ კუნძულს. არის უბედურება, 2000 კაცი დაეხჩო. წყალი მაკედონელები ბიჭო. წყალი ნიანგი და პტოლემე. ხოლმე ერთად და პტოლემე ჭკუა, ნიანგი, წყალი და პერტიგას სისულელე. უკან გამობრუნდნენ ესე ვინც გადარჩა, ხო მთლიან ჯარი არის ეს გადასვლის დროს მოადიდა იმან. კაშხალი გახსნა. თან ეს მაკედონელები აქეთ ვინც არიან პერდიკას ბარაკში ხედავენ რომ ის პტოლემე ამ გატაცებულ მდინარე რო გაიტაცა ის შველის იმათ აყავს ნაპირზე ისე ნავები ჩემოვიდა და აი წყალი ვინც აიღო არ კინაავ შეჭამეს ნიანგო ის შველის და გვამები ვინც არის კიდე დამხჩვარი ის გვამებიც ააქვთ იმათ და ტყვეთ კი არ აყავთ კაცო ხედავენ გადაღმო საჭმელს აძლევენ სასმელს აძლევენ ეფერებიან იმაშობიან ამაშობიან აქეთ კიდე არის კატასტროფა ახლა მაკედონელი ჯარისკაცი ჩვენ ხო უნდა წარმოვიდგინოთ მას აქვს სამხედრო ღირსება გაჩნია სად მოკვდები რა ხა მალებთან ბრძოლაში მოკვდები თუ გავგამელაში თუ იმისა ნიანგი და ზვიგენი შეგჭამს ხო განსხვავება არის განსხვავება ბიჭო აგერ ინდოეთი მოვიარე და აგერ შეჭამა იმან ნიანგმა. ნუ არის ადუღებულები არიან ამ პერდიკაზე რა. და პტოლემე მოწონთ. ნახე რა შვება, შველის ჩვენებს. ამან რო არ უშველა, ივან იშველეს რა. ნუ ახლა დრამის სიუჟეტი უკვე სახეზეა, უკვე მწიფთება, ხო? თეატრალები დამეთანხმებენ უკვე გაგრძელება რაც არის კვანძის გახსნა უკვე რა რომ ის კარგია მაგარია საყვარელი კაცი არის ჯარს უყვარს ჭკვიანია და ეს არის ნუ რა ვიცი გამხეცებული ამ მეფობაზე და ამ პარტავნობაზე და ხალხს ცუდად ექცევა 2000 მაკედონელი ბიჭო შეჭამეს ზვიგენა მაქია ნიანგმა ნია იზაბელი დიდი სხვაობა არ არის რომელი შეგჭამს ხო და თან დაიხჩნენ და ამბავი ნუ არის ბანაკში არის ნუ კატასტროფა ხდება ხო და ჯარი შეიკრიბა ახლა და მიადგნენ ამ პერდიკა გამოკეტილია ამ კარავში და არის სასწორკვეთაში ჩავარდნილი სამჯერ ეცა და ვერ გადავიდა ნილოს ერთხელ კაშხალი მოუწყდა მეორეჯერ ციხესიმაგრესთან დამარცხდა მესამეჯერ ნიანგებმა შეჭამა ჯარი ჯარი მიადგა მის კარავს ეს არ გამოდის კარვიდან საგონებელშია ჩავარდნილი და ამ დროს ხდება რა მასთან მიდის ანტიგენე არგირასპიდების სარდალი გვარდიის სარდალი მიდის 100 ოფიცერი ახლავს გამოიხმეს პერდიკა გამოდი გარეთ ამოვიდა ეს ანტიგენე ღია დაუმორჩილებლობა ჩვენ შენ აღარ გემორჩილებით და შენ ბრძანებებს აღარ ვასრულებთ ავტოვებთ ბანაკს ანტიგენე გვარდიის მეთაური არგირასპიდების მეთაური და 100 უმაღლეს დონის ოფიცერი ანუ უთავოდ რჩება ჯარი დავით პერდიკას აგონებელშია შებრუნდა ამან ვერ შეაკავა ეს რა უნდა ჯარია კიდე მომდგარ და ბღავია ემუქრებია ამბოხია ჯარში გიორგი უკვე დაწყებული ახლა 100 ოფიცერი რო გეტყვის აღარ გემორჩილები ამბოხია და ამას ვერაფერს ვერ უპირისპირა შებრუნდა კარავში და ხამე შევიდნენ კარავში არა ანტიგენე კი არ იყო პითონი მივიდა პითონი აი მიდის უკაცრავად რა მიდის სატრაპი მივიდა 100 ოფიცერთან ერთად და უთხრა რომ აღარ გემორჩილებთ პითონი
ერთ-ერთი მცველი ალექსანდრეს სომატოფილაკი. წავიდნენ დატოვეს ბანაკი, არეულია სიტუაცია, ღამე შევიდნენ პერდიკას კარავში, სელევკოსი, რომელიც არის ჰიპარქოსი და მან შეყვა ეს ანტიგენე. გვარდის სარდალი და რამოდენიმე სარდალი. შევიდნენ პერდიკას კარავში, ხმამაღალი, ყვირილის ხმა გამოდიოდა იქიდან და ანტიგენე დაარტყა ხმალი. ხმალი დაარტყა დაესიენ და იმან გაწია წინა მოკლეს, დაჩეხეს პერდიკა. გავიმახსოვროთ პითონი, რომელმაც დამომორჩილებლობა გამოაცხადა მიდიის სატრაპმა. ახლა ის პითონი პერდიკას არ უყვარდა იმ ბერძნების თემა, როცა ბერძნები წამოვიდნენ აზიიდან, ხო გახსოვს იქ რაღაცა ბერძნებთან სეპარატული მოლაპარაკება, პითონი არ იყო პოპულარული. სხვათაშორის მაკედონელებსაც არ უყვარდათ, მაგრამ აქ ახლა თავი გამოიჩინა, ნეიტრალიზაცია გაუკეთა იმას ოფიცრებს და მერე ესენ შევიდნენ. სელევკოსი, ანტიგენე და კიდე რამოდენიმე სარდალი მოკლეს. მოკვდა პერდიკა. ძვირფასი მეგობრებო. რეგენტი ალექსანდრემ, ვისაც ბეჭედი მიცა, აღარ არის ცოცხალი. აღარ არის ცოცხალი. ანუ აქედან დასკვნა ბრძოლა ცენტრსა და პერიფერიას შორის, სატრაპიებს შორის დამთავრდა ცენტრის კრახით. ტოლემემ სატრაპმა ერთი პროვინციისამ ფაქტიურად დაამარცხა მეფეების რეგენტი პერდიკა, დიდი პერდიკა მოკვდა, რომელიც აპირებდა კლეოპატრაზე ალექსანდრეს მხრიდაზე დაქორწინებას, რომელმაც მოაკვლევი ალექსანდრეს ნახევარ-და კინანა. ბარია პერდიკა, ანუ და ამავე ბანაკში ობიექტურად ახლა სამეფოს ერთიანობის იდეამ მძიმე დარტყმა მიიღო. ახლა პერდიკა ცუდი იყო, კარგი იყო, ის იყო ერთიანობის თვის არჩეული, ხო და მეფეთა სახელით სხვა საკითხია, მე თვითონ ავიდოდა თუ არ, ყოველ შემთხვევაში მემკვიდრეობის ერთობაში შენახვის სიმბოლო პერდიკა იყო, მაგრამ ძალიან ცუდი პრეცედენტი მოხდა, სატრაპმა დაამარცხა რეგენტი. მეორე დღეს დინარეზე ბანაკში არის დიდი ამბავი, არეული, უთავო ეს. მეორე დღეს გადავიდა დინარეზე ტოლემე. თვითონ ტოლემე გადავიდა მარტო, რამოდენიმე კაცით ნავით გადავიდა და შევიდა ბანაკში. მაკედონელები მოხვდნენ ზეიმეთ, მაკედონელები. ჯერ სიტყვა თქვა, მაგრამ მე რასაც გააკეთა, შეიტანა საჩუქრების სარდლებისთვის და სურსათი მიუტანა ჯარს, გადაუტანეს. მაგრამ ხო თავი ხო უნდა იმართლოს, რატო მოიქცა ის ასე და ჯარი შეკრება არის, მაკედონელები შეკრებილები არიან გიორგი და ტოლემე გამოდის სიტყვით. ძმებო მაკედონელებო, რატო მოვიქეცი მეას? იმიტომ რომ დამაბრალა მე პერდიკამ. ხალატიც და კანონის დარღვევაც. რატომ წამოვიყვანე მე დიდი მეფის ალექსანდრეს ცხედარი წამოვასვენე ეგვიპტეში? განა თქვენ არ იცოდით, რომ დიდ მეფეს ეგვიპტეში უნდა დაგძალო? მე კი არ დავარღვიე პირობა, პერდიკა არღვევდა მეფის სურვილს, როცა ეგეში აუპირებდა გადასვენებას, არადა მე მეფის სურვილი შევასრულე. ამიტომ ამ საქმეში მართალია. რა შეეხება კირენას ბერძნული ქალაქების დაპყრობას? მე დავიფყარი კირენა? არა. იქაური ბერძნები დაერიან ერთმანეთს და ჩვენი მოსისხლე მტრები, ფინიკიელები, კართაგენელები მოიწვიეს. მე რა სხვა გზა რა მქონდა? და მე რო შევედი ჯარით კირენაში, კირენელი ბერძნები ზეიმით მართლასე იყო. მე იქ მშვიდობა მივიტანე. ამიტომ მე მართალი ვარ. მეფეებთანაც მართალი ვარ.
თქვენთან ჯარისკაცებო და მართალი ვარ ალექსანდრეს ტახტთან. ჩამოვიდა და შევიდა მეფეების, რა ქვია, კარავში და მუხლებზე დაემხო და ფიცი დადო მათი ერთგულებს. ფილიპე არიდეოსი და ალექსანდრე პატარა იყო ეს რა. გაგვირებული იქნებოდა ეს. ამდენ გიჟგადარეულში ბავშვობიდან. მეფეების ფიცი დადო. გრანდიოზო ახლა ჩვენ წარმოგვიდგენია რა ამბავი იქნება და ახლა ამ საჩუქრე ეს შეთქმულებს ვინც ეს მოა ყველა საჩუქრები ძვირფასი და ჯარს აჭმელი და სასმელი და ჯარს ისედაც ობიექტურად და ტოლემე საერთოდ ყველას უყვარდა. ჯარმა ახლა როგორ ვაგრძელებთ რა ვშვებით. ჯარმა მოითხოვა რომ რეგენტი იყოს პტოლემე. ტოლემე იყოს რეგენტი. ტოლემე გამოვიდა, თქვა რომ დიდი მადლობა, მე რეგენტობას ნუ დამავალებთ. მე თავლაბალი კაცი ვარ, ეგვიპტეს მართავ მეფეების სახელით და იქ ვიქნები სადაც ვარ, ნახე გურჯვიანი. ჯარი მოითხოვდა რეგენტობა. მაგრამ რეკომენდაციას მოგცემთ ვინც უნდა იყოს რეგენტი და არა ერთი, არამედ ორი რეგენტი უნდა იყოს, აი ერთმა არ გაამართლა. რეგენტი იყოს პითონი. პართიის სატრაპი და რეგენტი იყოს არიდეოსი, აი ის ვინც გვამი ჩამოუტანა ამას. ალექსანდრეს. მათ დამსახურება აქვთ. ჩვენი საერთო საქმის წინაშე პითონმა უარი უთხრა იმას რა ქვია სისხლის მსმელ და სასტიკ პერდიკას და არიდეოსმა სინამდვილეში არიდეოსმა შეასრულა ალექსანდრეს ოცნება რომ ეგვიპტეში დასაფლავებულიყო. ამიტომ გირჩევთ ძვირფასო ჯარისკაცებო რომ ეს ორი ავირჩიოთ რეგენტად. თან როგორ ამე ახალ საბჭომდე ახალი საბჭო დაეთანხა ის ჯარი, ის პითონი არ უყვარდათ იმ ჯარში, მაგრამ ახლა ტოლემეს ვარსკვლავური პერიოდია რა, ვარსკვლავია, რასაც იტყვის ყველაფერი, აი ეს ორი. პითონი და არიდეოსი. მაგრამ ორ დღეში მოდის ამბავი. მცირე აზრიდან კატასტროფული ამბავი მოდის, რომ ევმენემ გაიმარჯვა და კრატეროსი დაიღუპა. პერდიკას ორი დღე რომ მოეთმინა. გამთავრებული იყო ტოლემეს ამბავი. არ ვერ მოითმინა. იმიტომ რომ ეს ევმენეს გამარჯვების ამბავი რა არის, რომ კრატეროსი, ანტიპატრე და ანტიგონე დამარცხდნენ. და ტოლემეა მარტო დარჩენილი უკვე. კრატეროსი დაიღუპას, ეს გაუგონარი, დაუჯერებელი ამბავი იყო, რომ ამ ემან რა ქვია დივანმა როგორ დაამარცხა დიდი კრატეროსი, დიადი კრატეროსი. ალექსანდრეს აჩრდილი. თან დაიღუპა. ამან ხო და სამდე ეს ამბავი მოვიდოდა მანამდე ჯარმა, როცა თხოვეს რომ შენიყავიო, ეს ამას მნიშვნელობა აქვს. ჯარმა სამდე იმ ახალ ორ იმას აირჩევდნენ, სამდე ეს ამბავი ჩამოვიდოდა, პტოლემეს მოთხოვეს ჯარმა რომ დავხოცოთ იმისიო პერდიკას მომხრეები ბანაკში ხო იყვნენ, ახლა ყველა კი არ გაუორგულდა. პტოლემემ არ დაანება, დაანებეთ თავი. და ბევრს მიეცა საშუალება გაქცეულიყო. მაგალითად გაიქცა ატალოსი ფლოტის მეთაური. ატალოსი იყო პერდიკას სიძე. პერდიკას და ატალანტა ყავდა ცოლად. ატალოსმა როცა გაიგო იმის სიკვდილი, ეს ატალანტა ეს ცოლი პერდიკას თავისი და ბანაკში ყავდა, მაგრამ ის ატალოსმა რო გაიგო პერდიკა მოკლეს და ააწვა ფლოტით, ცოტა გაუსრებ მოვლენად, ტვიროში იყო სამეფო ისა საჭურჭლე ერთ-ერთი 800 ტალანტი იდო იქ, ის 800 ტალანტი მოიპარა რა წაიღო. ხო, წავიდა მცირე აზიაში, იმიტომ რომ აქ ევმენე არ გამარჯვებული. ხო? მცირე აზიაში გაიქცა ალკეტასთან, პერდიკას ძმასთან.
და აქ აპირებენ წინააღმდეგობის გაწევას, მე ამ ატალოსმა მოინდომა ესა კუნძული კუნძულ როდოსის დაკავება გადაწყვიტა თავისი ფლოტით. აი როცა ლამიის ომი დაიწყო და ათენელებმა მოუწოდეს რომ გაყარეთ მაკედონური გარნიზონები, პირველი როდოსელებმა გააგდეს მაკედონელები. და როდოსის დაპყრობა გადაწყვიტა ამან, მაგრამ დამარცხდა იქ და მოკლეს ეს ატალოსი. ეს ცოტა გაუსარია ხა მე ამ სიტუაციას, ხო, მაგრამ დაუბრუნდეთ ახლა ამ ბანაკს. ჩამოვიდა ამბავი, რომ კრატეროსი მკვდარია და ევმენ აკონტროლებს მცირე აზიას და ანუ სულ რამდენიმე დღე რომ მოეთმინა? ორი დღეს ჩამოვიდა. პერდიკას კვლელობიდან 2 დღეს ჩამოვიდა. და რა გამოდიოდა, რომ პტოლემე რჩებოდა მარტო. არა, იმიტომ რომ კრატეროსი დაიღუპა, ანტიგონე გამოქცეულია და კვიპროსია ფლოტით, რაღაცა ნაწილით და ანტიპატრე, რომელიც წამოვიდა ამას ზურგიდან უნდა მოქცეულიყო, სადღაც პისიდია კილიკიაშია გაჭედილი. თავის ჯარი და უკან ვერ ბრუნდება, იმიტომ ევმენე აკონტროლებს უკვე ამას. მცირე აზიას. მთელი მცირე აზია იმან ჩაიგდო ხელში. ამან გამოიწვია ჯარის გაბოროტება. ახლა გაბოროტებას ორი მოტივი აქვს. ერთი ის, რომ შეთქმულებიან, როცა შეთქმული ხარ და როცა ცუდ საქმეს გააკეთებ და მოკლეს, ახლა რეგენტი მოკლეს, ხო? ეს იწვევს გაბოროტებას. და მეორე გადაირიან კრატეროსის სიკვდილს. მიიღეს გადაწყვეტილება, ყველა უნდა დავხოცოთ. ეს ყველა ვინა? აი ეს ევმენეც ვინც გადარჩა, ამან ხო გაუშვა ეს პტოლემემ არ დაახოცია ეს ისენი და ყველა რო გაიქცა იქეთ, ანუ ვინც პერდიკას ერთგული დარჩა სამეფოში, ყველა უნდა ამოუწყვიტოთ და სიკვდილით განაჩენი გამოუტანეს ევმენეს, ალკეტას, მათ შორის ამ ატალოსსა ჯერისა გაქცეული არ იყო, ყველა ვინც კი იყო პერდიკას მომხრე, გამოაცხადეს კანონგარეშე. უნებრივია, ხო? თავან მტრად გამოცხადდა ევმენე. და აუცილებლად ალკეტა უნდა მოვკლათ პერდიკას ძმა, რომელიც არის პისიდიაში გამაგრებული. ანუ ნადირობა დაიწყო გუდიანებს. პერდიკას მომხრეები, რომელიც ასე გაგვაპარებია და გაგვაშვებია პტოლემემ, არ იყოს ორი, უნდა დაგვეხოცა და ამ გახურებულზე ის ატალანტა ის ქალი მოკლეს რა. 15 კაცი დასაჯეს იქ. მაგრამ იმპერიაში არიან განსაკუთრებით ეს ზემო პროვინციები, ახლა პერდიკას ერთგულები არის, ასე არ არის საქმე რომ ეს აქ არის, აქ მონაწილეობს ეგვიპტე, ამ აჯანყებაში მონაწილეობს ეგვიპტე, მაკედონია. თრაკიაც კი არ მონაწილეობს, იმიტომ რომ ლისიმაქე გახსოვთ, რომ გაანეიტრალა ანტიპატრემ, ლისიმაქე რომ დაბრუნდა ჯერ ოდრისების მეფე სევთი დაამარცხა, მაგრამ მე თვითონ დამარცხდა და ახლა ლისიმაქე პერდიკასთან მეგობრობდა, ორივე იყვნენ ფილიპეს მცველები თავის დროს. და ლისიმაქე რომ გაენეიტრალებია იმას ანტიპატრეს. როცა პერდიკამ უარი თქვა ნიკიაზე, ანტიპატრეს ქალიშვილზე, ის ნიკია გაატანა ცოლად მერე ლისიმაქეს რა და ჯარიც მიცა ცოტა. და მერე ის ოდრისებს დაამარცხებს ლისიმაქე. ხო ფაქტიურად რა ომი მიდის ერთი ეს და მეორე ეს ანჩენ იმპერია პერდიკასკენ იყო. ამიტომ გამოიტანეს განაჩენი რომ დავხოცოთ კანონგარეშეთ გამოაცხადდეს ევმენე და ალკეტა და რა ვიცი ყველა. არა მომხრები იმათ დარჩნენ ის პერდიკას პარტია არსებობდა ჯარებით საყოველთ მათ და უბრალოდ თავი აღარ აღავთ. და მცირე აზიას ის ევმენე აკონტროლებს, აბა რა ბრძოლა მოგებული აქვს იმას. კარგი, ერთი სიტყვით ასეთი გადაწყვეტილებები მიიღეს, ორი რეგენტი პითონი და არიდეოსი აირჩიეს ახალ საბჭომდე. პტოლემემ უარი თქვა და ომი გამოუცხადეს პერდიკას მომხრეებს და ახლა უნდა წამოვიდნენ თან. გააგზავნეს შეთვლა, შეუთვალეს ანტიგონეს, რომელიც კვიპროსი არის და უკვე კილიკიაში არის შემოსული და ჩაკეტილი არის ანტიპატრე თავის ჯარით, რომ
სირიის ქალაქ ტრიპარადისში შევხვდეთ ერთმანეთს და იქ გადავწყვიტოთ სამომავლო გეგმები რა უყოთ ევმენეს. დათქვეს ადგილი, ანუ ლოკაცია არის ასეთი მდინარე ორონტი სირიაში. ქალაქი ტრიპარადისი დაითქვა შეხვედრის ადგილი, სადაც უნდა შეხვდნენ აქეთა მხარე. მაგრამ საინტერესო არის, ეს ჯარი წამოვიდა ახალი ორი რეგენტით, მაგრამ პტოლემე არ წავიდა, დარჩა ეგვიპტეში. თავის ხალხი გაატანა. პტოლემეს გენიალურობა და ეშმაკურობა იყო იმაში, ვის ეგვიპტეს არ ტოვებს. არასოდეს არ დატოვებს ეგვიპტეს. ცხვირს ვერ გამოაყოფიებ იქიდან. წავიდა ეს ჯარი, მიდის ახლა. ან მიყავთ ეს მეფეებს დააპორწიალებენ აღმანდაღმას. ორი რეგენტი, პითონი და არიდეოსი. მაგრამ გეუბნებით ახლა ის ევრიდიკა, ადეა ხო დედოფალია. 15 წლის გოგო. 15 წლის გოგო. ამ გზაში რომ მოძრაობენ, ჯარი აბრუნდა ამ გოგომ. ამ გოგო. ამოვიდა მაკედონელების ბანაკში გამოვიდა სიტყვით, რომ ესენი ვინ არიან საერთოდ? რა უფლებამოსილება აქვს თამათ? ამ პითონს და ამ არიდეოს. და მე საერთოდ დედოფალი ვარ და მეც რეგენტი უნდა ვიყო. ჩემი ქმრის რეგენტი. კი იცით რომ ჩემი ძმა, ჩემი ქმარი პრობლემურია. უასუსტია, მაგრამ აგერ მე ვარ, მე უნდა დავესრო საბჭოს. მარტო ესენი არ არიან. ხოლო ჯარი აყვა ამას. ევრიდიკას, კინანას გოგოა რა. ხო, ჯარი აყვა ამას და მესამე რეგენტობას, ანუ საბჭოს ესრება ეს უკვე. სამდე ჩავლან ტრიპარადისამდე. ახლა ეს პითონი, რომელიც არაპოპულარული იყო მაკედონელებში იმ ბერძნებთან დაკავშირებით, მაშინ რომ ბერძნებს გადაბირება უნდოდა, ხო? მაკედონელებს არ უყვარდათ ეს პითონი. ის არიდეოს სახა დიდი ავტორიტეტი აფერი არ ქონდა, უბრალოდ მეფის გვამი გაიდაცა და ამიტომ აარჩევია იმამ პტოლემემ. გზაში იფიქრეს, რომ თან ეს ევრიდიკა მტრობს ანტიპატრეს, არა და ანტიპატრე უნდა მოვიდეს აქ. ანტიგონე და ანტიპატრე უნდა მოვიდნენ, მეფეები ორისა და ორი რეგენტი და უნდა გადაწყვიტონ ახალი თემა. პერდიკა გვდარია და რა უყოთ ევმენეს. გზაში დაეთანხმე, მაგრამ რაც უფრო უახლოვდებიან ამ შეხვედრის ადგილს, ესენი ფიქრობენ, რომ ეს ქალი შარში გავხობს, ანტიპატრე რომოვა, ამ ქალს რო საბჭოზე დაინახავს, ხო, ნუ ახლა ამბავი ატყდება რა. ეს ქალი გამოექცა იმას. იქიდან დედამისთან ერთად. და როგორც კი ჩავედნენ ამ მდინარე ორონტის სამხრეთ სანაპიროზე, დასცეს სამეფო ბანაკი, იქა, ჯარი იქ არის. ანტიპატრე და ანტიგონე არ ჩანან ჯერ. როგორც კი ბანაკი დასცეს, ამ ორმა რეგენტმა უფლებამოსილება მოიხსნეს. იმის შიშით, რომ ეს ქალი არ გაჩერდება, ანტიპატრეზე გამწარებულია, ისიც გადარეულია ამას და რაღაც შარში არ გავეხვიოთ და მოიხსნეს უფლებამოსილება. ანუ რეგენტი არ არის უკვე, ჯარი ჩაიყვანეს. ამინავეს და ელოდებიან ანტიპატრეს და ემას ანტიგონას ციკლოპს, რომელიც კვიპროსიდან ეს მოდის კილიკიიდან, ანტიპატრე და ეს მოდის გემებით მოდის იმიდან. ორ დღეში მოვიდნენ ისინი. მაგრამ პრობლემა რაშია? ანტიპატრე, რომელიც თავის ჯარით მოვიდა, მდინარეზე არ გადმოვიდა აქეთა მხარეს. ჯარი დატოვა მდინარის გადაღმა. თვითონ ფეხით გადმოვიდა ხიდზე, ორონტს, მდინარე ამას მნიშვნელობა. ანუ ორ ბანაკად განა. ანტიპატრის ჯარი ჩრდილოეთით დგას, მდინარის გადაღმა და გადმოღმა სამეფო ჯარი დგას. მეფეებით, დედოფალი ევრიდიკათი და ესენი გადამდგარები არიან უკვე. მოვიდა ანტიგონეც. შეიკრიბენ სამეფო ბანაკში, ანტიპატრეს ბანაკი გადაღმა. შეიკრიბენ და ჯარის
ჯარის კრება არის, რეგენტი არ არის არავინ და ყველა თანახმარი რომ ანტიპატრე უნდა იყოს რა. რეგენტი, ანტიპატრე. ჯარმა აირჩია ერთხმად ანტიპატრე და ყველა ანტიგონეც, სელევკოსიც, ყველა დაეთანხმა რომ ანტიპატრე ვიცის მართვა რა. თან კომპრომისული ფიგურა, თან ჯარითაა მოსული. მაგრამ ევრიდიკა თავისი პრეტენზიები ეტყვი ახლა ევრიდი, მაგრამ რო არ დააცლი ადამიანსა, ევრიდიკა არის სვენებს. ამდენ და გამოვიდა სიტყვით და ჯარს მიმართა, რომ ხალხო ეს შეცდომა არის, ეს არ უნდა იყოს ეს. რეგენტიო, მათყუ არ არის, მაგია. და ჩვენი ოჯახის მტერი არის, არ გიადებისო, მტერი არის, ბუნდა ამან ეს ჯარი, მაგრამ ახლა უკვე არჩეულია ეს ანტიპატრე ხო მათ რეგენტად. მაგრამ ანტიპატრეს მოთხოვეს ერთი რამე, კი შენ რეგენტად ჯარმა აგირჩიეთ შენ რეგენტად, მაგრამ ახლა იცი რაშია ბატონო ანტიპატრე საქმე. აი ალექსანდრე რომ მოკვდა მეფე და მის მერე ჯამაგირი არ აგვიღია ჩვენ არავის ჯარს. ეს ჯამაგირი გაგვისტუმრა. აგირჩიეთ ხარ რეგენტი ხარ მეფეთა სახელით. წვეთ ყველაფერს ბეჭედი შენ ხელშია. გადაწყვეტილებებს შენიღებ და ახლა ხელფასი დავალიანება გაგვისტუმრეთ. წელიწადზე მეტია ჩვენ ფული არ აგვიღია ალექსანდრეს მერე. პერდიკამ გადაგვაგდო იმ საზიზღარმა. გადაგვაგდო რა მოკვდა ის კაცი. ხო, ახლა გვდავს ყველაფერს შეტენე, ხო? როგორ პერდიკა ცუდად ექცეოდა ჯარს, იმიტომ არ იყო. საბოლოო ჯამში ფასი დაუждდა იმას რა. ჯარი გადავიდა პტოლემეს მხარეზე რა. ნიანგების გამო. ამიტომ ფული გადაგვიხადე რა. ეს რომ მოითხოვა ჯარმა ისევ გამოვიდა ევრიდიკა და ამბობს ჯარს მიმართავს რომ ანტიპატრემ თქვა რომ კიო გადაგიხდითო. მაგრამ ახლა არ ამაქვს საშუალებაო და სამეფო საჭურჭლებიო შორს არისო ჩვენგანო და აი მერეო როცაო ჩავალო იქო მერეო გადაგიხდითო რა. ჯარმა მოითხოვა თარიღი დაგვისახელე როდის მოგცემ ფულსო. ანტიპატრემ აი აქეთ თუ იქეთ ისევ გამოვიდა ეს ევრიდიკა ჯარის და ეუბნება რომ გატყვილებთ ეს აფერისტი არის. გატყვილებთ, წავალ მოგიტყდებათო და ფულს არ მოგცემთო და ფული შოვნა თუ უნდა და აგერ იმაშიო. ტიროში იყო ფული 800 ტალანტიო. რო გამოგატარათ იქ, რატო არ წამოიღო ის ფულიო და იმ ატალოს რომ მოაპარეაო, რატო არ აქნა არაფერი. ფულს თუ ეძებს აგერ არისო, ტიროში იყო. გადაგაგდებთ მაგიო. ჯო ატყდა ერთი ამა და ჯარი ეუბნება ანტიპატრეს, მდინარის გადმოუმა, ხო გადმოსული. სამდე ფულს არ გადაგვეხდით, არ გაგიშევგან. ხო და საბოლოო ჯამში არის პირობა არის, ან ფული სასწრაფოდ, ან ქვები ჩაგქოლავთ. ფული ან სული. ხო. თან რეგენტი ხარ, მაგრამ ფული მაიტა. არ იყო მართალი ის ალექსანდრე ჯართან. კი, მაგრამ ევრიდიკაც კაიში მაგარი გუგუ აღმოჩნდა 5 წელს. რომის რესპუბლიკის რომის არმია ჟვინგაბედავდა ბიჭო ამას. აი ესა მაკედონური წესი რომ ჯარი არის ბოლო ინსტანცია. ჯარის დემოკრატია. ახლა ხდება რა, ანტიპატრე არის გადმოღმა. გარშემო არის ვულკანი, ეს ჯარი ყაყანებს იმას და ელოდებიან რომ ფული ჩამოგვიდანე რა. საიდანაც გინდა გააჩინე ფული და მერე გაგიშვათ. ჯო ახლა გასაგებია ეს, მაგრამ ახლა დანარჩენი სარდლებიც არიან აქა. ულები შეთქმულებიან, ეს არის და ანტიგონეა აქა, ციკლობი. ერთი სიტყვით არის სიტუაცია გაიჭედა რა. კვანძი უნდა გაიხსნას ახლა. ეს სარდლები უმაყოფილოები არა, ეს ჯარი რო ყაყანებს. ჯარის ამბოხი არ ვარგა, არავის არ აწყობს ახლა და განსა ახლა არ დაგვავიწყდეს ჩვენ აქ ბანაკში არის დიდი კაცი, ანტიგონე ციკლობია. აქ სელევკოსია. აქ ანტიგენეა. გვარდიის მეთაური, რომელმაც დაჰკრა და მოკლა ეს რა ქვია, პერდიკა. ახლა მათ ესენ
ესე შეთანხმებულები არიან, რომ ანტიპატრე არის პირველი და განჩენ მე უნდა გადავინაწილოთ. ხო, ახლა ჯარი სამდე უნდა იყაყანოს და სანამდე ამ პატარა ერთი ცი და გოგოს ჭკუაზე იარონ, დედოფალი ევრიდიკა ჭკუას. მანიპულირებს ის ქალი. 15 წლის გოგო. ჯარით. ხდება ასეთი და ხიდი უკავიათ ამ ჯარისკაცებს, რომ არ გადავიდეს. ისა თავის ბანაკში. ანტიპატრე არ გაიპაროს თავის ბანაკში. ხდება ასეთი ამბავი. ანტიგონე გამოდის ჯარის წინ და იქ ხიდის თავთან დგება. ამა უწოდებს ამ ჯარისკაცს. ჯარი ამ დროს დისციპლინა არ არის, ბრბო არ. ანტიპატრემ დაუძახა, ხო მოდით ბიჭებო რაღაცები უნდა გელაპარაკოთ ახლა მე თქვენ. ხო შემოიკრიბა. აიწეს ბანაკიდან გამოსვლა იქ ხიდზე ვინც იყო განახევრდა ალბათ გამოვიდნენ ახლა. ამოდის ეს რაღაცებს იძახის, ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ, ანტიპატრე შეგისურვი, გაიყოლია ეს ჯარი ამ ლაპარაკში. ამ დროს მხედრების რაზმი სელევკოსის მეთაურობით გადადის ხიდზე, ახლა ხიდზე მოძრაობა არის, უბრალოდ ანტიპატრეს არ უშვება. სელევკოსის მეთაურობით მხედრების ნაწილი რაღაცა ჯგუფმა, პატარა რაზმმა გადავიდა იმას ხიდზე, თურმე შვაში უყენიათ ეს ანტიპატრე. ამ დროს მიელაპარაკებოდა ჯარს? ანტიგონე, ცალთვალა. ამან მიიპყრო ყურადღება და გადააპარეს. ცალთვალა მიიპყრო ყურადღება და სელევკოსმა გააპარა და გადავიდა თავის ბანაკში გადავიდა. როგორც კი გადავიდა, იქ ეს სარდლები ჩამოვიდნენ, ეს ანტიგონეც უყველა ეს და გადავიდნენ ანტიპატრეს მხარეს. იგივე მეორდება რაც ოპისის ველზე. ამათ ხო ახსოვთ ესა. გახსოვს ალექსანდრემ რა უქნა მაკედონურ ჯარს. მე ვაგერ სპარსელების მხარეზე წავალო. და ყველა სარდალი გაყვა. და ჯარი დარჩა უთაოდ. ყველა გადავიდა ანტიპატრეს მხარეზე. დინარის გადაღმა ეს დარჩა ბრბო ამ 15 წლის გოგოს ანაბარა. აუნდა ქნა და გაატყდა ისევე ჯარი. გაატყდა უთაოდ დარჩნენ. შეუთვალეს ანტიპატრეს, რომ როგორც გინდა ისე მოიქეცი. აი შენ ხარ რეგენტი. მოიგეს ისევ არისტოკრატიამ, ისევ სარდლებმა. ახლა ალექსანდრის გამოცდილება ჰქონდათ და ახლა ყველა თავის ჯარისკაცს იცნობ. უთაოდ დარჩენილი ჯარი არის ბრბოც არის და მხტალიც არის. მეთაურო არ აკავს. ყველა გადავიდა იმის მხარეს. ხო ბაბილონში რომ მოხდა, იმათ მელიაგრე მაინც ყავდათ. მეთაურად ქვეითებს. ხო გახსოვთ ეს. განწმენდის ის რო ჩაატარეს. მე ის მელიაგრე მოუკვლევია პერდიკა. გადავიდნენ და ანტიპატრე გახდა რეგენტი სამეფოს. ერთადერთი რეგენტი. ერთადერთი მეტი ამხანაგე აღარ აყავს უკვე. და ამ ქალაქში ტრიპარადისში მოხდა მეორე გადანაწილება იმპერიის უკვე პერდიკას გარეშე, კრატეროსის გარეშე, ლეონატეს გარეშე. ანუ სამი საკვანძო ფიგურა გამოაკლდა თემას. და მთავარი პერსონები უკვე ჩათვალეთ არიან ანტიპატრე, პტოლემე, სელევკოსი და თრაკიაში ლისიმაქე. ესენი დავიმახსოვროთ ხალხო ესენი. და რა თქმა უნდა, ევმენეს თემა არის გადასაწყვეტი ახლა და მოდით ახლა გავჩერდეთ ამ მომენტზე, შემდეგი ლექცია ჩვენ გვექნება როგორ გადაინაწილებენ იმპერიას. რანაირად გადაინაწილებენ. ეს რუკა შეიცვლება. აბსოლუტურად სხვა რუკას მივიღებთ და როგორ რანაირად და რა სიზამს ანტიპატრე, იმიტომ რომ უკვე სიტუაციის სოლისტი არის ანტიპატრე, რომელიც ასაკში სხვათა შორის. ეს მოხდა 321 წლის ოქტომბერში.
ასე ოქტომბერში შემოდგომაზე ასე ვთქვათ. ანუ პირველი გადანაწილება ეს იყო 323 წლის ზაფხული, როცა მეფე მოკვდა და ახლა მეორე გადანაწილება, ანუ ბაბილონის გადანაწილება. და მეორე გადანაწილებას ისტორიკოსები ვეძახით ტრიპარადისის გადანაწილებას, სადაც ახალი რეგენტი ვყავს. ეს არის ანტიპატრე. დიდი მადლობა. დედოფალი ჯერ კიდევ იქ არის და დედოფალი დანებდა იქა, როცა ჯარმა უარი თქვა და ისა დედოფალი დანებდა, არ გაუწია წინააღმდეგობა ახლა. მერე გამოჩნდება კიდე ეს დედოფალი. ევრიდიკა გამოჩნდება თან როგორ. შულს გააჩენს? არა. ფილიპი არიდეოს ის არა. მაგრამ მაინც ითამაშებს რაღაც მაგრამ ევრიდიკა დამორჩილდა თავის ბედს და ფაქტიურად ახლა წინ გავასწრებ ერთ რამეს. ანტიპატრე სამეფო ოჯახს წაიყვანს მაკედონიაში. ანტიპატრეს მთავარი ამოცანა და გაკვეთილი რა არის, რომ სამეფო ოჯახი და ჯარი ერთად არ შეიძლება. არ შეიძლება. მარტივად დაიღოლიოს. დააცალკევებს და აწი უკვე ალექსანდრეს ოჯახი აზიას ვეღარ ნახავს უკვე. მადლობა გუბას. მადლობა, მე საინტერესოა. კი, და დინამიურადაც ვითარდებოდა მოვლენები და დრამატულადაც და ქალების მონაწილეობამ ეშხი და ინტერესი შეძინა, ასე ვთქვათ, იყო მაგარი გოგო იყო ძალიან. მადლობა მეგობრებო, მადლობა ჩვენს მაყურებელს. გადაცემის ბოლოს მაინც ყოველ შემთხვევაში შეგახსენებთ, რომ გადაცემის მოწონება არ დაგავიწყდეთ, არ გამოგრჩეთ, გაუზიარეთ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ ცნობა მოგზაურობა წარსულზე, ჩვენ შემდეგ გადაცემა შემოგთავაზებთ ზუსტად ერთ კვირაში. მადლობა და ნახვამდის. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola.